მოკლედ, ყველას მოგესალმებით. ძალიან ვიმედოვნებ, რომ არ ვიმედოვნებ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი წარმატებულები ვიქნებით ამ უნიკალურ კომპანიაში. და ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე. ხშირად ვამბობ ამას ჩატში და ნამდვილად ასეა, ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა, ხმა გამორთეთ, თუ შეიძლება რომ გავატაროთ პრეზენტაცია და შემდეგ რა თქმა უნდა ყველას მოგეცემათ საშუალება თქვენი აზრი გამოთქვათ და შეკითხვებით დასვათ, რადგან პროგრამაში არის პრეზენტაცია, შემდეგ ინტერვიუები და შემდეგ კითხვა-პასუხები. ეს აუცილებლად იქნება და დავუთმოთ ამ ყველაფერს გარკვეულ დროს. დავიწყოთ იქიდან, ვინ დააარსა ეს კომპანია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 25 წლამდე დაახლოებით 25 წლის მანძილზე მოღვაწეობდნენ ქსელურ მარკეტინგში, ქსელურ მიმართულებაში, მუშაობდნენ დისტრიბიუტორებად დაიწყეს მათ მოღვაწეობა. შეიძლება ითქვას, ამ სისტემაში გაიზარდნენ. შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო პერიოდი, როდესაც ეს ძალიან პოპულარული იყო, შემოვიდა ვიღაცა რეგულობდა ამას, ვიღაცა არ რეგულობდა, რა თქმა უნდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაიზარდა ეს ქსელური მიმართულება და ადამიანებმა დაინახეს, რომ იქ არის რეალურად ძალიან კარგი პროდუქტი, თითქმის ყველა ქსელურ კომპანიაში არის ძალიან საინტერესო პროდუქტი, თავისებურად საინტერესო, მეტნაკლებად და ასე შემდეგ. ამიტომ გახდა ეს ძალიან პოპულარული. მაგრამ დროთა განმავლობაში შემჩნეული იყო რაღაცა ფაქტები, რომელიც თავად დამაარსებლებს არ მოეწონათ. რა მოხდა? ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მათ განაგრძეს ეს სვლა და მათ შექმნეს თავიანთი კომპანიები, იგივე მიმართულების, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. თვითონ დისტრიბიუტორების და პარტნიორების როლშიც და როდესაც თავად დაარსეს კომპანიები, მათი კომპანიები ძალიან ცნობილი კომპანიები იყო და ძალიან წარმატებული სხვათა შორის და ისინი ავიდნენ რეალურ სერიოზულ თანხებზე, მილიონებზე, შეიძლება ძალიან მაღალ თანხებზე ავიდნენ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამის არ იყვნენ კმაყოფილები და რით? იმით, რომ ის კომპანიები, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ და რა კომპანიებიც დააარსეს, იქ არ იყო ის, რაც მათ თვალში მოსაწონი იქნებოდა. უშუალოდ რა? ის, რომ თავად ისინი, როდესაც იყვნენ დისტრიბიუტორები და ააღწიეს ძალიან მაღალ რანგებს, მათ რა თქმა უნდა, ისინი გავიდნენ ძალიან მაგარ შემოსავლებზე, ძალიან კაი შემოსავლებზე, მაგრამ დაინახეს, რომ ის იყო რაღაცა 20%. მათთან ერთად კიდევ რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც გავიდნენ ასეთ შემოსავლებზე, დანარჩენი ადამიანი ფაქტიურად დარჩა შემოსავლის გარეშე. კი, რაღაცა მიზერული თანხებით, მაგრამ შეუძლებელი იყო, რომ ყველა ადამიანი ქსელურ მიმართულებაში ასულიყო ამ ინდუსტრიაში ასულიყო მაღალ თანხებს. 80% ადამიანების კომპანიაში, როდესაც რჩება აი ესე სავალალო მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, იმსახურებდა დაფიქრებას. და სწორედ ამაზე დაფიქრდნენ. გარდა ამის, რაც შეეხება მონომიმართულების პროდუქტს, სისტემას, მონომიმართულების სისტემას პოპულარობა დაეკარგა. რატომ დაეკარგა პოპულარობა? მონომიმართულება რა არის? მონოსისტემა რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს, როდესაც ეს მაღაზია იქნება თუ ჩვეულებრივად ნებისმიერი კომპანია, სადაც ერთი მიმართულების პროდუქტი იყიდება. ანუ ეს არის დაუშვათ რაღაცა მიმართულება, რაღაცა ხაზი, რომელსაც ყიდის ეს მაღაზია იქნება თუ კომპანია. ავიღოთ ხო, თუნდაც ქსელურ ინდუსტრიაში, ქსელურ კომპანიებში არის ძალიან საინტერესო პროდუქტები, როგორც ვთქვი, მაგრამ ის არის ერთი ხაზი, ერთი მიმართულება მხოლოდ. ავიღოთ თუნდაც გასახდომი კოქტეილი, ხო? რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგია, ძალიან მაგარია, მაგრამ ის არის ერთი.
და ამიტომ ეს ნელა-ნელა ეს მიმართულება კარგავდა ინტერესს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გააანალიზეს ჩვენმა დამაარსებლებმა, ამ კომპანიის დამაარსებლებმა და ნახეს რომ ეს ნელა-ნელა ფაქტიურად კარგავს ყველანაირ პოპულარობას და მათ მიაქციეს ყურადღება ასეთ კომპანიას, როგორიც არის Costco. მოგისმენიათ ალბათ ამ კომპანიის შესახებ, რომელიც უკვე თითქმის 40 წელიწადია მოღვაწეობს დედამიწაზე, მოღვაწეობს და მას აქვს თითქმის 800,000 ოდენობის ჰიპერმარკეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად ჰიპერმარკეტი რას ნიშნავს? ჰიპერმარკეტი არის ის, რომ როდესაც ერთ მაღაზიაში იყიდება მრავალფეროვანი რაღაცები, ხო? მრავალფეროვანი ნივთები და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს ადამიანებსაც შეეცვალათ შეხედულება, რა თქმა უნდა, და აღარავის აღარ უნდა. დღეს დრო ძვირფასია ადამიანისთვის, ერთი წუთიც კი ძვირფასია. ამიტომ აღარავის არ უნდა ერთი პროდუქტის გამო გაიაროს დიდი გზა სიტყვაზე და მივიდეს და მარტო ერთი რაღაცა შეიძინოს, ხო? ყველას შეეცვალა შეხედულებები, მიდის ყველაფერი წინ, ინდუსტრია მიდის წინ, პლატფორმები მიდის წინ, კომპანიები, მაღაზიები და ასე შემდეგ და ეს ჰიპერმარკეტი იმიტომ გახდა პოპულარული და იმიტომ დიდი პოპულარობა მოიზიდა ამ Costco-მ, რომ სწორედ ყველანაირი პროდუქტი არსებობს, ფაქტიურად ყველანაირი მიმართულების ნივთი და პროდუქტი არსებობს ამ მაღაზიაში, ამ ჰიპერმარკეტში. ანუ ჰიპერმარკეტი არის, როდესაც დედამიწაზეა, ხო? ეს მოღვაწეობა, მაგრამ იგივე რაღაცა დააფიქსირეს სიტყვაზე ჩვენმა დამაარსებლებმა, ჩვენი კომპანიის დამაარსებლებმა, რომ ასეთივე რამე, ასეთივე მიმართულების სისტემა შეიძლება შეიქმნას ონლაინში, ანუ ინტერნეტში. შეიძლება ასეთი მოღვაწეობა ასევე განხორციელდეს. და რას მიეცა ყურადღება? კომპანია Amazon-ი, Ozon-ი, არის დაუშვათ კიდევ სხვადასხვა კომპანიები არის, რომლებიც აი ინტერნეტ, რომელსაც გააჩნიათ ინტერნეტ მაღაზია და სწორედ ასეთივე მიმართულებისა, როგორც აი ეს ჰიპერმარკეტები, როგორც დედამიწაზე, ხო? ჰიპერმარკეტი დედამიწაზეა, მაგრამ marketplace არის უკვე ინტერნეტში. ანუ განსხვავება ჰიპერმარკეტის და marketplace-ის არის სწორედ ეს, რომ ის არის დედამიწაზე მოღვაწეობა, marketplace-ი არის ინტერნეტ მაღაზია, სადაც ფაქტიურად მიდის მოძრაობა და გაყიდვა პროდუქტი. marketplace-ში შედის ასევე, როგორც ჰიპერმარკეტში, შედის სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც საინტერესო ადამიანებისთვის და შედიან ამ marketplace-ში, ინტერნეტ მაღაზიაში და ირჩევენ თავისთვის შესაბამის, რაც მათ სჭირდებათ იმ პროდუქციას, ან ნივთს ყიდულობენ და უპრობლემოდ. ანუ არ არის საჭირო 50 საიტი, 50 საიტს ეწვლიო, 50 კომპანიას ეწვლიო, რომ სათითაოდ რაღაცა შენთვის ამოირჩიო. ამიტომ არის ეს marketplace. ავიღოთ ახლა იგივე Costco, რომელიც მე ვახსენე ახლა, Costco-ს აქვს კლუბური სისტემა. კლუბური სისტემა ესე იგი ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც გაწევრიანებულები არიან ამ მაღაზიაში და ამ მაღაზიის წევრებად ითვლებიან, რა თქმა უნდა, ისინი იხდიან გარკვეულ თანხას, თვიურ თანხას და მათ ამ მაღაზიიდან გარკვეული ფასდაკლებები აქვს, რათა უფრო ნაკლები ფასით შეიძინონ პროდუქტი ან ნივთი ამ მაღაზიაში, ვიდრე კლიენტი, რომელიც შემოდის და ყიდულობს მაღაზიაში თავისთვის შესაფერის რამეს. სწორედ ასეთი სისტემა იყო მოწონებული და დაფიქსირებული ჩვენი დამაარსებლების მიერ და ამიტომ შექმნეს, ალბათ მიხვდებით რა შექმნეს, სად მოღვაწეობს ჩვენ, რა თქმა უნდა, ინტერნეტში და შექმნეს marketplace. დაახლოებით აი ასეთივე მიმართულების მაღაზია, სადაც იქნება მრავალფეროვანი პროდუქცია. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის და სილამაზის ხაზი. ჯანმრთელობის ხაზი არის ეს მრავალფეროვანი ბიოდანამატები
რომლებიც ძალიან ეხმარება ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და გვეხმარება ჩვენ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და ასევე კოსმეტიკური მიმართულება, სადაც ფაქტიურად კანისთვის არის საოცარი უნიკალური კრემები და სხვადასხვა რაღაცები, რომლებიც დაეხმარება ფაქტიურად ადამიანი უფრო ლამაზი იყოს, ვიდრე არის, უფრო უკეთესი კანი ქონდეს, ვიდრე აქვს და აღარ ქონდეს ნაუჭები დროთა განმავლობაში და ძალიან დიდხანს შემორჩეს ეს ახალგაზრდობა, რომელიც ფაქტიურად შესაძლებელია აი ამ კოსმეტოლოგიური მიმართულების მეშვეობით. ახლა რა მოხდა? დღესდღეობით ჩვენ მივხვდით უკვე, რომ გავარკვიეთ ეს საკითხი, რომ ჩვენ ამ წუთში ვიმყოფებით marketplace-ში. ანუ ამ სისტემაში ვართ, marketplace-ი, რომელიც დღეს არის კომპანია Livegood-ი და რომელსაც ასევე როგორც Costco-ს აქვს კლუბური სისტემა. ანუ ჩვენ შემთხვევაში ეს კლუბური სისტემა ითვალისწინებს ყოველთვიურად $10 გადახდას, სამაგიეროდ ჩვენ გვეძლევა 75%-იანი ფასდაკლება პროდუქტზე. რა თქმა უნდა, დღეს რა ხაზით გვაქვს, რა მიმართულებაც გვაქვს, ეს გაფართოვდება, მე ადრეც ამაქვს ნათქვამი, გაფართოვდება და გაიშლება ძალიან მრავალ ფეროვნებაში. ანუ აქ იქნება ნებისმიერი მიმართულების პროდუქტი იქნება თუ ნივთი იქნება თუ არ ვიცი, ყველაფერი ტექნიკა იქნება თუ რა ვიცი, ტანსაცმელი, თუნდაც ბრენდული და თუნდაც არ ვიცი, ძალიან საინტერესო ტანსაცმელი, რომელსაც შეიძლება სხვა გავერვიშოვით და აქ ვიშოვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ ლამაზები, კარგად ჩაცმულები, ჩვენ გვინდა ძალიან საუკეთესო ტექნიკა გქონდეს და წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, რომ იქნება 75%-იან ფასდაკლებაში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არის ეს გეგმაში, რომ ასევე იქნება მოგზაურობის სისტემა, მოგზაურობის მიმართულება, სადაც ასევე ჩვენ გვექნება ასეთივე ფასდაკლება, რა თქმა უნდა, აქ ეს კომპანიები შემოვლენ ამ ჩვენს პლატფორმაზე, რომელიც შექმნა Livegood-მა და ისინი თავის პროდუქტს წარადგენენ ჩვენს პლატფორმაზე და ჩვენ ვიქნებით მათი მომხმარებლები. აი, აქ მივედით იმ საკითხთან, რატომ სჭირდება დღეს კომპანია Livegood-ს მომხმარებელი? იმიტომ რომ Livegood-ში შემოდის ძალიან დიდი მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებას, რა თქმა უნდა, სჭირდება მომხმარებელი. კი ბატონო, მიუხედავად იმის, რომ დღეს სწორედ ეს სიახლე შემოიტანა Livegood-მა პლატფორმაზე და საერთოდ მსოფლიო არენაზე, სიახლე არის ის, რომ პროდუქტი გამოყო მოწვევისგან. აი ესე, ჩვენ უბრალო ენით ვთქვათ, ხო? დღეს ჩვენ როგორც პარტნიორებს არ გვევალება ვიყიდოთ ან გავყიდოთ პროდუქტი. გინდა იყიდე, კი ბატონო, გინდა გაყიდე, იმიტომ რომ გაყიდვის ადვილი სისტემაც არის, მაგრამ მოვალენი არ ვარ. მოვალენი ვართ რის? მოვალენი ვართ მოვიწვიოთ ამ პროდუქციაზე და ამ marketplace-ში, სადაც გამრავლდება და ძალიან ბევრი მიმართულების პროდუქცია იქნება, მოვიწვიოთ მომხმარებელი. ახლა ისმის ალბათ კითხვა თუ არ არის ვალდებულება ვიყიდოთ ან გავყიდოთ ასე შემდეგ ეს პროდუქტი და პროდუქცია, მაშინ რატომ გჭირდება მომხმარებელი? წეღან უკვე ვთქვი, რატომაც გჭირდება, იმიტომ რომ გაფართოვდება ეს ხაზი და თავისთავად ახლა ჩვენ ადამიანები ვართ, შეიძლება გაყიდვა არ გვინდა და არ გვესახება, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ვიყიდოთ, არა, ვიყოთ მომხმარებლები. რატომ წავიდეთ სიტყვაზე სადღაც სხვაგან, რაღაცა 20%-იანი, 10%-იანი ფასდაკლებებით ვისარგებლოთ, თუმცა არის კი ბატონო, დღეს ყველა ცდილობს, რომ ფასდაკლებები იყოს ყველა პროდუქტზე, რომ მოიზიდოს ასეთი სახის კლიენტი, მაგრამ ჩვენ რატომ წავალთ სიტყვაზე, როგორც მომხმარებლები, რატომ წავალთ სხვაგან, როდესაც მსგავსი და იგივე და შეიძლება არა და დარწმუნებული ვარ, როგორც დღეს ბიოდანამატებია ყველაზე საუკეთესო ხარისხის, ასეთივე საუკეთესო ხარისხის იქნება სხვა დანარჩენი პროდუქცია და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი დავრჩებით მომხმარებლები ჩვენივე კომპანიაში
და ჩვენივე კომპანიაში შევიძენთ ამ პროდუქციას და არ მოგვიწევს სადღაც სიარული. ჩვენი საკუთარი მარკეტპლეისი გვექნება, სადაც ჩვენ ვისარგებლებთ 75%-იანი ფასდაკლები და შეიძლება ზოგიერთ მიმართულებაში უფრო მეტიც. სადღაც შეიძლება ცოტა უფრო ნაკლებიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას განსაზღვრავს ის კომპანიები, რომლებიც შემოგვიერთდებიან და ჩვენ პლატფორმაზე შემოვლენ. ამიტომ ჩვენმა დამაარსებლებმა გაითვალისწინეს ორი რამ. იმისათვის, რომ იცხოვრო კარგად, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ზღვა, როდესაც მივდივარ და ვწყვებით ამ სილამაზით, ამ სივრცით, ძალიან ლამაზია თოვლი, ძალიან ლამაზია მთები, ტბები და ასე შემდეგ. და აი ეს ყველაფერი ცხოვრება ლამაზია, მაგრამ ბევრად უფრო ლამაზია, როდესაც ხელში გიჭირავს ფული. მაგრამ ფულიც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, თუ არ აქვს ადამიანის ჯანმრთელობა. ამიტომ კომპანიამ და ჩვენმა დამაარსებლებმა სწორედ ასეთ დაირად განსაზღვრეს ამ კომპანიის დაარსება, რომ აქ ადამიანს ქონებოდა არა მხოლოდ ფული, არამედ ჯანმრთელობა. ამიტომ მისცა დღეს პარტნიორებს ყველანაირი საშუალება, რომ მათ ქონებოდათ ფული და ამ ფულით შეეძინათ ის პროდუქტი, ის ბიოდანამატები, ის კოსმეტიკა, რომელიც არის დღეს ჩვენ კომპანიაში და არა მხოლოდ ფული ქონებოდა, არამედ ჯანმრთელობა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის გარეშე არაფერს არ აქვს ფასი. ჯანმრთელობა თუ არ აქვს ადამიანს, არაფერი არ აინტერესებს. ამიტომ ფულით და ჯანმრთელობას ერთად შეხმატკბილებულად, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდი ბედნიერება იქნება და ამიტომ დაერქვა კომპანიას Live Good, ანუ იცხოვრე კარგად. აი ესე, რომ გადავთარგმნოთ ინგლისურიდან, ხო? ამიტომ ვიცხოვროთ კარგად, მადლობა ჩვენს დამაარსებლებს, რომ შექმნეს ასეთი კომპანია, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება რეალურად ჩვენს თავზე მოვსიჯოთ ეს კარგი ცხოვრება და არა მხოლოდ ვიცხოვროთ, არამედ ვიცხოვროთ ძალიან კარგად. იმიტომ რომ ყველანაირი შანსი გვაქვს ამის, რომ ეს ასე მოხდეს. ვინ არიან ეს დამაარსებლები? ესენი არიან შემდეგ ვებინარზე მე რა თქმა უნდა უფრო დეტალურად მათ სახეებსაც წარვადგენ, რომ თქვენ პირადად იცნობდეთ და ხედავდეთ ვინ არის ეს ადამიანები, მაგრამ გეტყვით ახლა სახელებს, რა ქვიათ მათ, უშუალოდ დამაარსებელი არის ბენ გლისკი, პიროვნება ძალიან დიდი გამოცდილების მქონე, ძალიან ადამიანური ადამიანი, მიუხედავად იმის, რომ ძალიან დიდ მწვერვალებს არის მიღწეული და თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ ადამიანი თუ შინაგანად ადამიანურობა არ გააჩნია, ადამიანი, რომელმაც მიაღწია ასეთ დიდ თანხებს, თავისი ნიჭით, თავისი უნარებით და ავიდა მილიონებზე, ნებისმიერი სხვა ადამიანი იტყოდა, მე კარგათა ვარ და რაში მაინტერესებს, ეხლა დანარჩენი 80% თუ ვერ არის კარგად. მე ხო კარგად ვარ, ჩემი ოჯახი ხო კარგად არის. არც არავინ არ დაძრახავდა, ხო, ადამიანს ჰქონდა ნიჭები, მიაღწია თავის მისაღწევს და ახლა დანარჩენებაც იწვალეთ და იზრუნეთ და ააღწიეთ ამ ყველაფერს. მე რა მენაღვლება, ხო შეიძლებოდა ასე ეთქრა ამ ადამიანს, მაგრამ არა წარმოიდგინეთ, მან მიაღწია ამ მილიონებს იმ თავის დაარსებულ კომპანიებში, ქსელური მარკეტინგის, ქსელურ ინდუსტრიაში, მაგრამ აი ეს კომპანია მანაც და ნოუდერ ხაზანმაც გააყიდეს თავიანთი კომპანიები, რომ გაეერთიანებინათ თავიანთი ძალები და შეექმნათ ისეთი მიმართულების კომპანია, სადაც ყველა ადამიანი კარგად იგრძნობდა თავს. ნებისმიერი ადამიანი იგრძნობდა თავს კარგად და 100%-დან არა მხოლოდ 20 ავიდოდა მწვერვალებზე, არამედ სულ ყველა, მინიმუმ 99 მაინც, მაგრამ ამ კომპანიაში მე ვეჭვობ, რომ ეს იქნება 100%, იმიტომ რომ აქ ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს წარმატებას. ამიტომ ეს ადამიანი ბენ გლისკი ნამდვილად დასაფასებელი პიროვნება, აი მან იზრუნა ყველა ჩვენთაგანზე და ნებისმიერ ადამიანზე მსოფლიოში და ასევე გააერთიანა თავისი ძალები მეორე ადამიანთან, რომელიც არის მისი მეგობარი ნოუდერ ხაზანი, რომელმაც ფაქტიურად ასევე გაყიდა თავისი კომპანია და ასევე გადაწყვიტა, რომ სხვა სისტემა შემოიტანოს მსოფლიო არენაზე.
და თქვენ როგორც ხედავთ, მიაღწიეთ კიდეც წარმატება. დღეს 120-ზე მეტ ქვეყანაშია კომპანია ლილგუდი გასული. ის არის დარეგისტრირებული ოფიციალურად შტატ ფლორიდაში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როდესაც შეიძლება კაბინეტში იქ არის მისამართი მითითებული, თუ სად არის დარეგისტრირებული კომპანია. მოგეხსენებათ, ამერიკა არის ძალიან მკაცრი კანონების და წესების ქვეყანა. ამერიკაში ტუშტა ტყუილი პიარი და ეს პირამიდები და ეს რაღაცა ერთჯერადი კომპანიები ფაქტიურად ვერც კი შებედა ვერ შესვლას, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმით ისჯება იქ ნებისმიერი პირამიდა, იქ არც კი უშვებს. და თუ ვინმეს ახლა ეყოფა ვაჟკაცობა, რომ ამერიკაში შევიდეს პირამიდი, მაშინ არ ვიცი რა დავარქვა იმ ადამიანს, ვაჟკაცი დავარქვა თუ გაბედული დავარქვა თუ არ ვიცი რა დავარქვა, იმიტომ რომ იმ ადამიანს ელოდება შეიძლება ცხოვრებისეული დასჯა, ანუ ციხეში ამოყობს ეს ადამიანი თავს. ნამდვილად არავინ არ არის სულელი მსგავსი რამე გააკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია არის აბსოლუტურად ლეგალური, ოფიციალურად დარეგისტრირებული და მას გააჩნია ლიცენზია გავიდეს მთელ მსოფლიოზე. და ამჟამად უკვე 120 ქვეყანაზეა გასული კომპანია და ამას, რა თქმა უნდა, ამ სიას ემატება და ემატება სხვადასხვა ქვეყნები და, რა თქმა უნდა, მივა აბსოლუტურად მთელ მსოფლიოზე. კომპანია არის აბსოლუტურად ახალგაზრდა და შეიძლება ითქვას თოთო ბავშვი მთელ კომპანიებს შორის. ის არის, რომ გამოთავოთ 13 დეკემბერს ოფიციალურად შემოვიდა მსოფლიო პლატფორმაზე და 4 წელი და უფრო მეტი, როგორც შემამდე შემდეგ მოაღწია ინფორმაცია, იქმნებოდა პროდუქტი და უნიკალური პროდუქტი ძალიან ეკოლოგიურად სუფთა ადგილებიდან შერჩეული მასალებით და პროდუქტი არის მართლაც სასწაული, ამას დროთა განმავლობაში ყველანი გავიგებთ და მივხვდებით, მიუხედავად იმის, რომ არის საუკეთესო პროდუქტები სიტყვაზე სხვადასხვა ქსელურ კომპანიებში, ეს არის რეალურად მე არაფრით არ მინდა დავკნინო იმ კომპანიების პროდუქტები, რადგან მართლაც სასწაულებს ახდენს მათი პროდუქტი და ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორც ჩვენთან არის ნათქვამი, ჩვენს კომპანიაში, ჩვენი დამაარსებლების მხრიდან, ისინი ამბობენ, რომ ეს რაც ჩვენ შევქმნით და გავაკეთეთ, ეს არის რაღაცა სასწაული, უნიკალური და უნიკალურობა კიდე რაში შედგება. შედგება იმაში, რომ შეიძლება ვინმეს დაებოდოთ ესეთი დედაჩემს ჰქონდა მაგალითად ასეთი გამოთქმა, რომ კარგი, რატო ღირს მაშინ ასეთი იაფი და ყოველთვის ამბობდა ხოლმე, რომ ძვირიანი ყოველთვის ყველაზე იაფიანია, იმიტომ რომ ხარისხს უთვამდა ხაზს. მაგრამ აი ამ შემთხვევაში, დედაჩემის სიტყვები არ მართლდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან იაფიანია. მე რუსულ ჩატში დავდედი ასეთი ინფორმაცია და შედარებისთვის გავუგზავნე თუ რაღაც კიბიდოს ზეთი მაგალითად, ხომ? ამაზონში მე ჩემი მეზობლისთვის შევიძინე კიბიდოს ზეთი, რომელშიც გადავიხადე $157, მაგრამ მისი ფასი თამაშობდა 150-დან 170-მდე ევრო. დოლარი არა უკაცრავად, ევრო. და შევიძინე ეს ზეთი ძალიან ცოტა რაოდენობით, შემადგენლობა ჰქონდა ძალიან პატარა. მაგრამ იმდენად აფასებს ადამიანი ამ კიბიდოს ზეთს, რომ მე თქვენთანაც დავდე ჩატში, რომ კიბოსაც კი შველისო, როგორც ამბობენ და კიბოს უჯრედებს კლავსო და ჯამთელ უჯრედებს ჯამთელს ყოფებსო. მე არ ვიცი, ჩემ თავზე ეს არ მომიჩინჯია, არც ჩემ ახლობლებზე, მაგრამ აი ამ დონეზე პოპულარულია ეს ზეთი. ჩვენს კომპანიაში ეს ზეთი ჩვენთვის, პარტნიორებისთვის ღირს $18. შეგიძლიათ ეს და $18 და შიგნით არის ძალიან ნორმალური რაოდენობა, რომელიც ძალიან დიდხანს ეყოფა ადამიანს. ეს ხო სასაცილო ფასი, ეს არის სიმბოლური ფასი, ისეთივე როგორც ადრე თუ გახსოვს საბჭოთა კავშირში დაუშვათ ეს სიმბოლური ფასები იყო და 8 კაპიკი და 3 კაპიკი და 2 კაპიკი 100 ფიღირდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზუსტად ასეთი სიმბოლური ფასია ეს. რატო? იმიტომ რომ სწორედ კლუბური სისტემა, რომელიც არის კომპანიაში და ეს მარკეტპლეისი გასაგებია რა მიმართულებაა, მაგრამ ასევე აქ არის კლუბური სისტემა.
და ამ 10 დოლარი, რომელსაც ჩვენ ვიხდით ყოველთვიურად, ფარავს იმ წინ წასასვლელ საშუალებას, რომელიც სჭირდება კომპანიას. ანუ ეს თანხები, რომელსაც ჩვენ ვიხდით ყოველთვიურად 10 დოლარს, ფარავს იმას, რასაც სიტყვაზე ვერ ფარავდა ქსელურ მარკეტინგში, ქსელურ ინდუსტრიაში მათ პროდუქტს. აი ხა უყურეთ რა ხდება, ეს 10 დოლარი, რომელსაც ვიხდით სისტემატიურად, სწორედ 10 დოლარი აკეთებს ამ სასწაულს, იმიტომ რომ სიტყვაზე ავიღოთ თუნდაც მაღაზიები. მაღაზიაში პროდუქტი სანამ მივა უკვე გაყიდვამდე 1000 გზას გადის, ხო? გადის იქ უნდა იქ დაუშვათ იქ სხვადასხვა მოლაპარაკებებია, იქ უნდა ჩაიდოს ფული, მერე პროდუქტის წინწაწევაში უნდა ჩაიდოს ფული, მერე რეკლამაში უნდა ჩაიდოს ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და აი ამ იმაში ჩაიდოს, ამაში ჩაიდოს და ასე გაფართოებულად 1000 რამე სჭირდება იმ პროდუქტს რომ მივიდეს უკვე მყიდველამდე. აი ამას ემატება და ემატება სხვადასხვა ფასები, იმიტომ რომ იმ ფასშივე რომ გაყიდოს, რა ფასშიც სიტყვაზე პირველადია ის პროდუქტი გამყიდველმა, ვინც არის ეს იქნება კომპანია თუ მაღაზია, მაშინ არაფერი არ დარჩება იმ გამყიდველს და დარჩება ფაქტიურად იმასაც ვერ მოიგებს, იმასაც ვერ ამოიღებს სიტყვაზე, რაც გადაიხადა. და ფაქტიურად არაფერი სარგებელი არ მოდის. ამიტომ ამატებენ იმ ფასებს, რომ აი ეს ყველაფერი ხარჯები რაც არის, სანამ მივა გამყიდველამდე დაიფაროს. აი ამ დამატებული ფასები უკვე მყიდველამდე მიდის ძალიან ძვირ მდგომარეობაში. და ამიტომ არის წაგებული ის ადამიანები, ვინც დღეს ქსელურ ინდუსტრიაში მუშაობს და აი ეს რუსულად ამბობენ ხოლმე ნაცენკები, ეს დამატებული ფასები, რომელიც არის უკვე იმდენად ძვირია, რომ ვერც თვითონ პარტნიორი ვერ ყიდულობს, რათა აქტიური დარჩეს იმ ქსელურ სისტემაში. და უკვე კლიენტებსაც ძალიან ძვირია და ძალიან უჭირს თვითონ რაც რომ იყიდოს და აქტიური დარჩეს და რომ გაყიდო. იმიტომ რომ გასაგებია დღეს ყველგან ყველაფერი გაძვირებულია, ადამიანებს ის ურჩევნია რაღაცა ლუკმაკური იშოვოს და თავის ოჯახს აჭამოს, ვიდრე რაღაცა ბიოდანამაც მისცეს და ან რაღაცა ძვირიანი იყიდოს. დღეს არჩევანზეა, მხოლოდ შეძლებულ ადამიანს შეუძლია ხო შეწყვეტს იმ მაღალ ფასებს, რომელიც წამატებულია ამ ხარჯების საფუძველზე. მაგრამ სწორედ ის, რომ ჩვენ ყოველთვიურად ვიხდით 10 დოლარს, ამ ხარჯებს, რომელიც მიდის ამ პროდუქტის წინწაწევაში, მოდით ასე ჟარგონულად ვიტყვით, მაპატიეთ, გაქაჩვაში, პროდუქტის გაქაჩვაში რაც მიდის, ეს ჩვენი გადახდილი 10 დოლარი ფარავს. და ეს 10 დოლარი ხომ 1 და 2 არ არის, უამრავი. ანუ ამით სარგებლობ კლუბური სისტემა სწორედ ამით არის მოგებაში სხვა დანარჩენ კლასიკურ კომპანიებს შორის. აი ეს არის ზუსტად. ახლა გაგაცნობ კიდევ შემდეგ პიროვნებებს, მე მგონი ეს საკითხი ამომწურავად მიიღეთ, გაგაცნობ შემდეგ პიროვნებებს, ეს არიან ფოლკმარი გუდკინები, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები, ექიმები, მეცნიერებათა კანდიდატები, დოქტორები, რომლებმაც აი ამდენი ხნის მანძილზე ქმნიდნენ ამ პროდუქტს და დღეს ჩვენ, როდესაც შევდივართ ჩვენს მეილებზე, ყოველთვის მოდის წერილები, ძალიან ხშირად მეკითხებიან, ინგლისურად მომივიდა წერილი და ვერ გავიგე რა არის სიტყვა, გამაგებინეთ და სამწუხაროდ ქართულად არის ძალიან ცუდად და უხარისხოდ გადათარგმნილი Google თარგმნის და ამიტომ უხარისხოდ ითარგმნება ქართულად. რუსულად არა უშავს თითქოს რაღაცა გასაგები არის, მაგრამ ქართულად თითქმის ძალიან ძნელად შეიძლება გავიგოთ რას, როდესაც თარგმნის Google-ით რას ამბობს. ის პიროვნება ვინც უწერს ან წერილს ან თუნდაც კაბინეტში ქართულად ხო თარგმნის, ცოტა რთულად არის გასაგები. ამიტომ ახლა აქედან ყველას ერთად გეუბნებით, რომ იმ წერილების ნუ გეშინიათ. ზუსტად იმ წერილებში არის ასეთი რამ, რომ ჩვენი დამაარსებლები ბენ გლისკი და ნოუდერ ხაზანი გვიწვევენ, გვაჩვენებენ საწყობს სიტყვაზე ხო, როდესაც შევდივართ იქ Zoom-ში გვიწვევენ ხო, ყოველთვის არის კვირაში 2 ჯერ არის Zoom-ში მიწვევა ხო და იქ წერია საათი დრო, როდის უნდა დავიწყო და იქ არის დასწავლება, იქ არის ინფორმაცია კომპანიასთან დაკავშირებით, იქ აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ თავად დამაარსებლებისგან შეგვიძლია შევიტყო. ასევე არის
თუ სიტყვაზე მათ Zoom-ს ვერ დავიწერით, ეს Zoom-ი, რა თქმა უნდა, მე იწერება და YouTube-ში გადის როგორც ვიდეო როლიკი და ჩვენ შეგვიძლია ის მე კიდეც დავდე ინსტრუქციების ჩატში დავდე თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სიტყვაზე შევიდეთ იმ მეილზე გადმოვტვირთოთ Yandex-ის ბრაუზერი და იქიდან ჩვენ დავაწვევით, იქ არის ესეთი ღილაკი, დავაწვევით თარგმნა და ითარგმნება მათი ეს ინფორმაცია, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია დეტალურად მათგან მოვისმინოთ, ორიგინალისგან მოვისმინოთ, არა ჩემგან მხოლოდ, არამედ ორიგინალისგან მოვისმინოთ კომპანიის შესახებ ყველაფერი, აი ყველანაირი მიმართულება, რაც კი გვაინტერესებს. გარდა ამის, იქ არიან წერილები არის ასეთი შემადგენლობის ეს თოლქმარი გუტკინები, რომლებიც ექსპერიმენტს ატარებენ პროდუქტზე და გვიჩვენებენ როგორ შექმნათ კოქტეილები, როგორ რაში შევაძავოთ, რაში გავაძავოთ და როგორ დავლიოთ, რა სარგებელს იძლევა ისინი რა თქმა უნდა ყვებიან ამის შესახებ. ასევე არის იმ Zoom-ებში ერთობლივი შეხვედრა ამ 4 ადამიანის, რომლებმაც დააარსეს ეს კომპანია და ისინი ერთმანეთში საუბრობენ და აწვდიან ინფორმაციას და ამხნევებენ ასეთ საკითხ იმ ადამიანებს, ვინც ესწრება ამ Zoom-ს და რა თქმა უნდა ჩვენ, რომლებიც შემდეგ მოვისმენთ YouTube-ის სახით და YouTube-ის ვიდეო როლიკების სახით. ამიტომ არ შეგეშინდეთ არასოდეს, როდესაც მოგდით მეილები, იქ არასდროს არაფერი ცუდი არ ხდება. პირიქით თქვენთვის ზრუნავენ, თქვენთან მოდის ინფორმაცია და თქვენ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია ორიგინალში მოისმინოთ. გარდა ამის, არის იქ ასეთი რაღაც, თუ დაუშვათ ვინმე დაარეგისტრირეთ, რა თქმა უნდა კომპანია აფიქსირებს ამას და ხედავთ, რომ თქვენი გვარი ეგ დაფიქსირებული, თქვენ დაარეგისტრირეთ კონკრეტული ადამიანი და გილოცავთ კომპანია, ხო? იქ ყოველთვის შეამჩნევთ ინგლისურად რომ წერია გილოცავთ. როცა წერია გილოცავთ, აი რომც არ იცოდეთ ინგლისური, მიხვდით, რომ იქ წერია გილოცავთ. და აქედან გამომდინარე, მიხვდებით, რომ თქვენ რაღაცა მიაღწიეთ, უკვე კომპანიაში რაღაცა სტატუსს მიაღწიეთ, ან სიტყვაზე ბრინჯაოდან გადახვედით ოქროზე და ოქროს ზევით ახვედით და კომპანია ყოველთვის გილოცავთ ამას, რა თქმა უნდა, იმიტომ შექმნა კომპანია და იმიტომ დააარსა დამაარსებელმა ეს კომპანია, რომ აბსოლუტურად მოხარულია იმის, რომ მისი პარტნიორები აღწევენ რაღაცა წარმატებას. ამიტომ ნურასოდეს მოგეშინიათ. ის სიტყვა, რომელიც არასწორად არის ქართულად თარგმნილი, ის არის შეცდომით თარგმნილი, დაბლოკეთ სიტყვა ასეთი არასოდეს არ არის არც ერთ წერილში, უბრალოდ ეს არის Google-ის თარგმანი. ფიქრობ, ვინც აქ ახართ, ყველა დაიმახსოვრებთ ამას და არ შეგეშინდებათ იმ წერილების, რომელიც მოდის კომპანიიდან. ახლა რაც შეეხება ჩვენს შემოსავლებს. რა თქმა უნდა, რაც შეეხება პროდუქტს, ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ამ პროდუქტზე და დანარჩენებზე რაც შემოვა, რა პროდუქციაც შემოვა კომპანიაში, ჩვენ გვაქვს ფასდაკლება და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვისარგებლოთ. საქმე იმაშია, რომ კი ბატონო, ჩვენ შეიძლება არ გვავალდებულებს კომპანია არც ყიდვას და არც გაყიდვას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ჩვენთაგანი მოისურვებს ამ ყველაფრის შეძენას, რაც იქნება ასეთი დიდი ფასდაკლებით. და ამიტომაც არის გაცვლილი ამაზე ეს კომპანია ის მაღლა ჭკვიანი ხალხის ის იმათმა იციან ადამიანის ფსიქოლოგია, იმიტომ რომ წლებია ამ მიმართულები და ადამიანებთან უწევთ მუშაობა და მათ არ ეშლებათ ის, რომ დროთა განმავლობაში ყველანი ჩვენ გავხდებით მომხმარებლები აუცილებლად და გარდა ამის, ეხლა მე რომ ვიყიდი ძალიან სიტყვაზე ავიღოთ საუკეთესო კრემს და წავისმევ სახეზე და მომეწონება რეალურად ვიყავი უკვე დანაოჭებული და გამიქრა ეს ნაოჭები თავისთავად ახლა მე არ ვარ გაყიდვის სპეციალისტი, პირადად რეალურად გეუბნებთ. მე პირადად არ მიყვარს გაყიდვები, ეს ჩემი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა მე ვეტყვი ვიღაცა ჩემ მეგობარს, ჩემ ნათესავს, ჩემს ახლობელს, ნაცნობებს, რა ვიცი, და ვეტყვი რომ აი მაგარი რაღაცაა და შეიძინე. და ასევე იმათმა შეიძინო თავისთავად მე შევიყვან ჩემ ინტერნეტ მაღაზიაში, ჩემ რეფერალზე, ისინი შევლენ იყიდიან და კომპანია ამაში ფულს გადამიხდის. ჩვენ ზოგჯერ სადღაც მივდივართ, რაღაცას ყიდულობთ ეს კრემს, სუნამოს, რა ვიცი, სამოგზაუროდ მივდივართ და მოვდივართ იქიდან კმაყოფილები და რო შევხედავენ, კარგად ვარ გარუჯულები და კარგი ფერი გვადებს ზღვის, გვეკითხებიან სად დაიშვენე, აქად არ დავისვენე, ძალიან მაგარი იყო, მომეწონა და რა თქმა უნდა, ადამიანი გეუბნებათ, სად იყო, რამდენად დაისვენე, რამდენი გადაიხადე.
ეუნები ძალიან იაფი იყო, მაგარი იყო, მაგრამ ის ადამიანიც მე რა თქმა უნდა ამას აკეთებს მიდის, მაგრამ ამაში ფულს არავინ არ გიხსნის, ხო? უბრალოდ ეუბნებით რომ არსებობს. მაგრამ დღეს თქვენ კომპანია ამ რეკომენდაციაში ფულს გადაგიხსნით და ამიტომ თავისთავად შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს მოეცუროს, რომ აი ამ მიმართულებითაც იმუშაოს. თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, სწორედ ეს არის უნიკალური, განსხვავებული, იმიტომ რომ ხალხს მობეს და ეს ყიდვა-გაყიდვა და ასე შემდეგ და ეს გათვალა ჩვენმა დამაარსებლებმა და გამოყვეს პროდუქცია მარკეტინგიდან. ანუ გამოყვეს მოწვევა გაყიდვისგან. მაგრამ თავისთავად ეხლა მე რაც თქვი, შეიძლება რომელიმე ჩვენთაგან დაებადოს ეს სურვილი. მით უმეტეს იმდენად ადვილია ადამიანებისთვის მიყიდვა ამ პროდუქტის, ანუ ჩვენ არ გჭირდება რაღაც ჩანთები გვეჭიროთ, რაღაცა სუნამოები და უშუალოდ ვაყნოსვინოთ და რაღაცა ის ხელში გვეჭიროთ რამოდენიმე რაღაცა დანამატები და აი კონკრეტულად ვაჩვენოთ. არა. ჩვენ რეფერალს უგზავნით ადამიანს, ის შედის რეფერალის ინტერნეტ მაღაზიაში, ირჩევს სასურველ პროდუქტს და ეს ფიქსირდება კომპანიაში ჩვენ სახელზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენია რეფერალი და ის ადამიანი როცა ყიდულობს იმ პროდუქტს, თავისთავად ამ პროდუქტის ყიდვაში ჩვენ გვერიცხება შუალედი 50% გააჩნია რა რაოდენობის პროდუქტი იყიდა. სიტყვაზე, თუ შესაბამისად დაბალი რაოდენობის ცოტა რაოდენობის პროდუქტი იყიდა, ამ შემთხვევაში ანუ სიტყვაზე ავიღოთ კიბიდოს ზეთი. კიბიდოს ზეთი $27 ღირს კლიენტისთვის, $18 ღირს ჩვენთვის როგორც პარტნიორებისთვის. $27 და $18 შორის რა თანხაც არის, იმის ნახევარი, ანუ 50% მოვა ჩვენთან. აი ამას გადაგვიხდის ჩვენ კომპანია. თუ უფრო დიდი რაოდენობით, ასეთი რამე ახლა დაიმახსოვრეთ, არცად არ ხდება. თუ უფრო დიდი რაოდენობის იყიდა სიტყვაზე 25,000 არის ესეთი ზოგი აი ესე ერთიანად ყიდულობს რაღაცას, გასაყიდად რა თქმა უნდა, მაღაზიები აქვს და ძალიან დიდ რაოდენობას ყიდულობს სიტყვაზე პროდუქტს. თუ ძალიან დიდი რაოდენობისა იყიდა თქვენგან თქვენ რეფერალზე, მაშინ კომპანია გიხდით 100%. მეგობრებო, 100% წარმოიდგინეთ. ანუ თქვენს ფას შორის და კლიენტის ფას შორის რაც არის, თლიან 100% გიხდით, თუ დიდი რაოდენობით და დიდი თანხისა შეიძინა თქვენმა კლიენტმა პროდუქტი. ახლა რაც შეეხება აი ამ შემოსავლებს, მოდით ახლა შევიდეთ ჩვენს კაბინეტში და ვნახოთ მოწვევაში რას დაგვირიცხავს კომპანია. და ანუ დავიწყოთ მაშინ აქედან. ყველას ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ტექნიკამ ასე გააკეთა, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხდება ზოგჯერ ასე, ან ინტერნეტის გამო, ან ვირუსის გამო. მოკლედ, აი ეს არის ადამიანი, აქ არის მოგეხსენებათ ლეველები. ლეველები არის პირველი ლეველიდან მე-15 ლეველამდე. ასევე არის სტატუსები, სტატუსები იწყება უსტატუსოდან, ანუ ადამიანისგან, რომელიც საერთოდ არავის არ იწვევს, შემდეგ უკვე სტატუსების იწყება უკვე ბრინჯაოდან. ბრინჯაოდან ბრილიანტამდე. ანუ ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა, ბრილიანტი და გვირგვინოსანი ბრილიანტი. აი ეს სტატუსებია ამ კომპანიაში. ანუ ბრინჯაოს სტატუსი ნიშნავს ადამიანი, რომელსაც მოყავს ორი ადამიანი, ის უკვე ბრინჯაო ხდება. ადამიანი, რომელიც ფაქტიურად მოიყვანს 10 ადამიანს, ის ხდება ვერცხლი. 30 ადამიანი ეს არის ოქრო და კიდევ უფრო მეტი ადამიანები, რა თქმა უნდა, პლატინა და ბრილიანტი. აი აქ ჩვენ ვხედავთ ურეიტინგო ადამიანს, რომელიც მოდის ფაქტიურად და არავის არ იწვევს. შემდეგ მოდის აქ ბრონზა. აი პირველადი ბონუსი აქ არის მოწვევის ბონუსი. პირველი მოწვევის ბონუსი. და აი აქ ხო შეხედეთ როგორ ხდება. ეს ხდება სიღრმეულები ამ ბონუსს ეხსნება სტატუსების და მიხედვით. დაუშვათ თქვენ მოხვედით. მოიყვანეთ ორი ადამიანი, თქვენ ეგრევე მოგეცათ ბრინჯაოს სტატუსი.
ბრინჯაოს სტატუსს ეხსნება ორი ხაზი სიღრმეულად. ანუ პირველი ხაზი, რომელიც თვითონ მოყავს ამ ბრინჯაოს, ანუ პირველი ადამიანი და მეორე ადამიანი. ამ ადამიანებისგან მას დაერიცხა 25 და 25, ანუ 50% გადახდილი თანხიდან. ანუ თქვენი ადამიანები, რომლებიც მოვლენ და გადაიხდიან თავიანთ $50, კომპანია მეორე კვირას გირიცხავს თქვენ თანხას, ანუ გიბრუნებთ უკან. ორი ადამიანი მოიყვანეთ, გადაიხადეთ, ანუ დარეგისტრებით მოიყვანეთ ორი ადამიანი, $50 თქვენ გადაიხადეთ და ამ ორი ადამიანისგან თქვენ უკან დაგერიცხათ თქვენი $50. ანუ კომპანია იმ თანხასაც უკან გიბრუნებთ, რა თანხად გადაიხადეთ. ფაქტიურად გამოდის, რომ თქვენ თითქმის ჩაითვალა, რომ არ გადაიხადეთ, უბრალოდ მოიყვანეთ ორი ადამიანი და დაიბრუნეთ თქვენი თანხა. ასეთივე სახით პროდუქტზე გამახსენდა, ხო, იგივე სახით აკეთებს პროდუქტზე კომპანია. სიტყვაზე, თქვენ იყიდეთ პროდუქტი, გამოიყენეთ, რაღაცა არ მოგეწონათ და გადაწყვეტეთ, რომ არ მოგეწონათ და ფული გინდათ, რომ დაგიბრუნოთ კომპანიამ. თქვენ ამ ცარიელ გამოყენებულ ყუთს ბანკას რაც იქნება ამას უბრუნებთ უკან კომპანიას და კომპანია გიხდით თქვენ თანხას უკან გიბრუნებთ. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია იმ დონეზეა დაჯერებული და დარწმუნებული თავის პროდუქტში, რომ აი ეს თვითონ დააწესა და დარწმუნებულია, რომ ის ბანკები და ის ყუთები არ დაბრუნდება უკან, იმიტომ რომ აქ არის უნიკალური პროდუქტი. აი ამაზე ძალიან მინდოდა ხაზი გამეშვა, პოდში გადაუხდეთ თემას. ეხლა აქ არის 50%, ხო? ბრონზა მოვიდა, ბრონზა რო ხდებით, 50% გერიცხება თქვენი მოწვეული ადამიანებისგან და 10% თქვენი მოწვეულების მოწვეულისგან. ეს არის პირველადი ბონუსი, ანუ მოწვეულებზეა საუბარი. მხოლოდ მოწვევის ბონუსია ეს, აქ არაფერია. შემდეგ მოდის აქ ვერცხლი, ვერცხლს ეხსნება უკვე 4 სიღრმეული, როგორც ხედავთ, 50% პირველი მოწვეულისგან, ანუ პირადად მოწვეულისგან, 10% მეორე, ანუ მოწვეულისგან და შემდეგ სიღრმე იხსნება 5%, 5%, ანუ 4 სიღრმეში ეხსნება აი ეს ადამიანები 4 სიღრმეში, ვინც მოიწვევენ ადამიანებს, აი აქედან აი ეს პროცენტები ერიცხება ვერცხლს. ოქროს ემატება თავისთავად სიღრმე 50, 10, 5, 5, 3, 2 და შემდეგ მოდის პლატინა 50, 10, 5, 5, 3, 2, 2, 1 და აი ყველაზე ბევრი უკვე სიღრმე ეხსნება უკვე ბრილიანტს, ალმასს, ხო? აი უკვე ნახეთ თუ ბოლომდე და აი მეათე ხაზში 10-1% აქ უკვე ძალიან ბევრი ხალხია და ის 1% ძალიან დიდი თანხაა ამ მოწვეულებისგან. ანუ დავიმახსოვრეთ, ხო, აი ეს ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მხოლოდ მოწვევის ბონუსი, ერთ-ერთი ბონუსი და არა ერთი ბონუსი, ერთ-ერთი ბონუსი, რომელშიც ჩვენ გვერიცხება ფული. ახლა აი პირდაპირ გეუბნებით, რომ სიტყვაზე თქვენ უკვე ბრინჯაო გახდით და თქვენ მესამე ხაზში, მეოთხეში, მე-15-ში, მე აი დაბლა, სულ დაბლა ხალხი იწვევს ერთმანეთს. და თქვენ ხედავთ, რომ ამდენი ხალხია თქვენ სტრუქტურებზე, თქვენ კი ფული არ გერიცხებათ. თქვენ ფული ვერ დაგერიცხებათ იმ ხალხისგან, იმიტომ რომ აქ არის თქვენი მხოლოდ ორი ხაზი გახსნილი და ამ ორი ხაზიდან გერიცხებათ თქვენ მარტო თანხები. თუ თქვენ იწვევთ ადამიანებს პირველ ხაზში, თუ თქვენი მოწვეული პირველი ხაზი, თქვენი მოწვეულის მეორე ხაზი იწვევს ადამიანებს, მაშინ თქვენ გერიცხებათ აი ეს თანხები. სხვა შემთხვევაში, ანუ აი ეს ბონუსი, მოწვევის ბონუსი, ამ ბრინჯაოს აღარ ერიცხება. ამიტომ არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ამდენი ხალხი სიტყვაზე მე-4-ში, მე-5-ში, მე-7-ში არის და მე რატო არ მერიცხება ეს თანხები, არ დაგერიცხებათ, წინასწარ უნდა იცოდეთ. ასევე იგივე სიღრმეული დაუშვათ 4 სიღრმიდან, ვერც დაერიცხება თანხები ამ 4 სიღრმიდან, მაგრამ ამის დაბლა უკვე რა ხალხის წამოვა, არ დაერიცხება. მაგრამ რა ხდება ამ სიტუაციაში? კი ბატონო, ეს ბონუსი მოწვევის არ გერიცხებათ, მაგრამ ეხლა ჩვენ გადავალთ იმ ბონუსზე, საიდანაც თქვენ ამ ხალხისგან, თუნდაც ამ სიღრმეულიდან და შემდეგი ბოლო, აი ამ მთელი სტრუქტურიდან, ვინც ემატება თქვენ სისტემაში, შეიძლება ამ ორი ხაზის მეტი არ გერიცხებოდეთ, სიტყვაზე მე ვიძახი იმის პროცენტულად, რასაც იხდიან ისინი. ანუ ეს არის ადამიანები, რომ მოდიან კომპანიაში და იხდიან რეგისტრაციის ფულს და თავით ანუ $50 რო იხდიან,
იმის პროცენტები გერიცხებათ აქ და აი აქ 2-ის ზევით არა, აქ 4-ის ზევით არა, აქ ამდენის ზევით არა და ასე შემდეგ. აი ამაზეა ლაპარაკი, მაგრამ აი აქ ხო ეს ხალხი იფსება, თუნდაც ეხლა ამ წუთში არ გერიცხებათ ეს მოწვევა, მაგრამ აქ ხალხი მოდის, გესმით? თქვენი მოწვეულის მოწვეულები მოდიან, იმით მოწვეულების მოწვეულები და ასე შემდეგ იზრდება, ეს ხალხი სულ ყველა აი მეათედანაც ეს თქვენი ხალხი ხო იზრდება და მოყავთ ადამიანები, ხო? კი ბატონო, იმ მოყვანაში არ გერიცხებათ თანხა, მაგრამ ახლა ნახოთ რა გერიცხებათ თქვენ. აქ არის უკვე რეალური დონეები, რაზეც მე ვილაპარაკე. უყურეთ, პირველი დონიდან მე-15 დონემდე. 12 დონე ეხსნება ადამიანს, ვისაც არავინ არ ყავს მოყვანილი და არც აპირებს არავის მოყვანას. შემდეგ მოდის მე-13 დონე. მე-13 დონე არის ბრინჯაო და ვერცხლი და მათ ეხსნებათ მე-13 დონე. შემდეგ მოდის ოქრო, პლატინა, მათ ეხსნებათ მე-14 დონე და ბოლო არის ბრილიანტი, ალმასი, რომელსაც ეხსნება ბოლო მე-15 დონე. ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ სისტემას ავსებენ, ეს ადამიანები თითო ადამიანისგან, ეხლა გაგეცინება და თითო ადამიანისგან თქვენ გერიცხებათ 25 ცენტი. ახლა შეიძლება იფიქროთ, ღმერთო, 25 ცენტით რა უნდა გამომივიდეს? მე ხა და რა თანხებზე შეიძლება ავიდეთ? კი ბატონო, 25 ცენტებით ამას წინათ მე ხმოვაში თქვი და ძალიან ბევრი ადამიანი გასულია ძალიან სერიოზულ თანხებზე. და გეტყვით ეს რა თანხებია და ეს უკვე არის რეალობა, ეს უკვე არის ფაქტი და ამ ერთ-ერთი, არა ერთ-ერთი ბონუსით, არამედ ერთ-ერთი ბონუსით, ეს მეორე ბონუსია, რომელზეც გელაპარაკებით, აი ამ ბონუსით ადამიანი, რომელმაც არავინ არ მოიწვია, ურეიტინგო აქ წერია, ხო? რუსულად წერია, მაგრამ მე გითარგმნი. ურეიტინგო წერია. არავინ არ მოიწვია, უყურეთ, ამ 25 ცენტებით მას სტრუქტურაში უგროვდება 12 ლეველი და 12 ლეველს ავსებს ეს ადამიანები. თითო ადამიანისგან 25 ცენტი 12 ლეველი რომ შეივსოს, ეს არის დაახლოებით 4000 ადამიანი. დაახლოებით. უყურეთ, რა თანხებზე ადის ეს ადამიანი? ხედავთ ციფრებს. $2057 და 50 ცენტი. საიდან მოდის ეს თანხები? ეს ადამიანი არ იწვევს არავის, მაგრამ მის მაღლა არიან სპონსორები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და აქტიურად იწვევენ ადამიანს. როდესაც მაღლა მათ ქვეშ, სპონსორების ქვეშ აღარ რჩება უჯრედები, ამ შემთხვევაში ის ადამიანები იკავებენ ადგილს ამ ურეიტინგო ადამიანის ქვეშ სტრუქტურაში. ანუ შეივსო აი ამ ძალიან აქტიური ადამიანის ქვეშ მისი სტრუქტურა. იქ აღარ დარჩა ადგილი, რომ შეივსოს. ჩვენ ლეველებს, ანუ ამ ადამიანებს ანაწილებს რობოტი და ის რობოტი როცა ვეღარ ხედავს იქ უჯრედს, ძალაუნებურად ის ადამიანი სადღაც ხო უნდა მოათავსოს, რომელიც დარეგისტრირდა. აქედან გამომდინარე ის ადამიანები ჯდებიან ამ ურეიტინგო ადამიანის სტრუქტურაში და ნელა-ნელა ავსებენ მის სტრუქტურას და დროთა განმავლობაში ეს ადამიანი ამ ადამიანს ევსება 12 ლეველი და 12 ლეველის შევსების სიტუაციაში ის გადის აი ამ თანხაზე, თვიურ შემოსავალზე $2057 და 50 ცენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უშუალოდ 12 ლეველს დაელოდება ეს ადამიანი. სიტყვაზე ნახევარზე გავიდეთ, ხო? 6 ლეველი ან 7 ლეველი უკვე შეევსო ამ ადამიანს. ნელა-ნელა იწყება დარიცხვა, ხო? თუ 12 ლეველი არის დაუშვათ 2057, ამის ნახევარი, ესე იგი უკვე დაერიცხება შუალედში. დაიწყება შეიძლება $50, მერე ნელა-ნელა მოიმატებს ეს 100, 200, 500, 600 და საბოლოოდ უკვე თუ რომ შეივსება ეს 12 ლეველი, ეს ადამიანი გადავა ყოველთვიურ პენსიაზე, რომელიც არაფრის გაკეთებაში მიიღო. აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა, ერთადერთი რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მოიწვია
კი არ მოიწვია, უფრო სწორედ იხადა ყოველთვიურად $10. $10 და აქტიური დარჩა. მეტი არაფერი არ გააკეთა. და აი ამაში ღებულობს ეს ადამიანი, აი ამ თანხას. და 60-ზე მეტი წელი ადამიანი, 60, 40, 45 წელი ადამიანი მუშაობს თავაუღებლივ, რომ პენსიაზე გავიდეს და პენსიაზე გავიდეს და რაღაცა თანხა აიღოს და აი ასეთ თანხას მაინც ვერ მიიღებს პენსიას, ხო მართალია? მაგრამ აქ რაღაც რამოდენიმე ხანი ამ ადამიანმა უნდა დაიცადოს სიტყვაზე და დროთა განმავლობაში მიიღებს ამ პენსიას და ყოველთვიურად თან. ეხლა რაც შეეხება ბრინჯაოს. ბრინჯაოს უკვე ეზრდება ლეველი, ის გადადის 13 ლეველი ეხსნება მას, ის ასევე იღებს 65 ცენტს თითო ადამიანი და მის სტრუქტურაში იდება ადამიანი, უკვე 4000-ზე მეტი ადამიანია, რა თქმა უნდა, სადღაც 8000-მდე ადის მისი რაოდენობა და 8000 ადამიანით რო ივსება ეს 13 ლეველი, ეს ადამიანები მას აძლევენ შემოსავალს $4095 და 50 ცენტი. ასევე ვერცხლს. ორივეს ასე, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ვერცხლს სიღრმეული მეტი აქვს, როგორც გაჩვენეთ აქ, ვერცხლს მეტი სიღრმეული აქვს, ხო? და თანხას იგივე ღებულობს, რასაც ბრინჯაო. შემდეგ ასეთივე სახით ივსება ლეველები ოქროსი და პლატინის, რომლებსაც ეს ვეცდებათ მე-14 ლეველი ეხსნებათ და ისინი გადიან თანხაზე, ყოველთვიურ თანხაზე $8191 და 50 ცენტი და საბოლოოდ მერე ბრილიანტი, რომელსაც მე-15 ლეველი ეხსნება და ის გადის $16,383 და 50 ცენტზე. ანუ ეს გასაგებია, ხო? აი ეს 25 ცენტი არის რეალობა და ამ 25 ცენტებით, რომელსაც შეიძლება უმნიშვნელო თანხას უწოდებთ ჩვენ, ისეთი სისწრაფით ივსება ეს ლეველები, რომ დღეს უკვე ადამიანები მილიონებზე არიან გასულები. ანუ ეს 16,000 არ არის საბოლოო თანხა და აი ეს არის და ამაზე მთავრდება ამ ადამიანების შემოსავლები. არის აქ კიდე ბონუსები, რომელიც ემატება ამ თანხებს და ემატება რა სახით? ეხლა გადავალთ აი აქედან, იმიტომ რომ მე ამას წინათ ჩემ მეორე ჩატში დავდებ, თქვენთანაც დავდებ თუ არ ვხდები მესენჯერში, ადამიანები რა თანხებზე არიან უკვე გასულები აი ამ შემოსავლით, აი ამ ბონუსით, რაც მე ახლა გიჩვენეთ თქვენ. ეს ბონუსი არის ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება ბოდიში. კი ბატონო. აი მაგალითად ეს ბრილიანტის ბოლო თანხა როა რაღაცა სოლიდარული თანხა მითითებული, ერთხელ რო დაივიწყება პირველად სისტემატიურად ხელფასის სახე ეძლევა ყველა თვე გვერიცხება? აუცილებლად, ამ ხელფასია ლაპარაკი, ყოველთვიურ ხელფასია. ჩვენ უბრალოდ $10 ვიხდით და всё. $10 მეტი არაფერს, კი? $10 იხდით ყოველთვიურ. კი? და ამას სისტემატიურად ვიღებთ, არც ჩამოვა. სისტემატიურად თან ოლიკო შენახარ? კი. თან სისტემატიურად იღებ და თან ეს არ არის ერთ-ერთი ბონუსი. ეს არ არის ერთი ბონუსი, ეს ერთ-ერთი ბონუსი. ანუ არ არსებობს ჩამოვარდე ამ ხელფასიდან, მაგრამ შეიძლება კიდე მოიმატოს, ხო? შანსი არ არის, რა თქმა უნდა, თუ კიდე რა ბონუსები, ამაზე ეხლა მე კიდე ვილაპარაკე, კიდე აგრძელება აქვს ამაზე არ დასრულდა. და რა თქმა უნდა, ეს არ შეწყდება და რატო არ შეწყდება, აქ შევჩერდები, რომ მე არ მოგვივარდეს ბონებიდან და ზუსტად იცოდეთ, რატო არ დასრულდება ეს ბონუსები. რა თქმა უნდა, კომპანია ჩვენ ყიდვა-გაყიდვას არ გვავალებს, მაგრამ სავალდებულოს ხდის $10 გადახდას ყოველთვიურად. ეს არის სავალდებულო და უპირობო. რატომ? იმიტომ რომ ზუსტად ამ $10-ზეა დამოკიდებული აი ეს 25 ცენტი. ამ $10-დან გვექცეს ჩვენ კომპანია იმ 25 ცენტს ყველა ადამიანის გადასახადებიდან. ანუ აი ამ თანხას რო ვიხდით ჩვენ $10, ყველა ვინც რეგისტრირდება, ყველა ვალდებულია გადაიხადოს ეს $10. სხვანაირად კომპანიაში ვერ იქნება. ეხლა მე გრინვეის კომპანიაში ვმუშაობ და იქაც თუ არ შეიძინე $250 პროდუქცია დაახლოებით, ყველა თვე ვერ დარჩები აქტიური და არც ხელფასი არ დაგერიცხება, ეს იქაც ასია. აქ ხელფასის არ დარიცხვაზე არ არის ოლიკო საუბარი. აქ არის საუბარი ადამიანი, რომელიც არჩები, კი, იმ კომპანიაში. ადამიანი, რომელიც აქ ძალიან მკაცრად არის ამ $10-ზე საერთოდ. კი ბატონო, ყიდვა-გაყიდვას არ გვავალეთ, მაგრამ ეს აქ ძალიან დიდი სიმკაცრეა კომპანიის მხრიდან და გეტყვით რა სიმკაცრეა. ანუ ადამიანმა სიტყვაზე მე
ეხლა მაგ სტრუქტურა მინიმუმ 4000-ზე მეტი ადამიანი ყავს სტრუქტურაში. წარმოიდგინეთ, ეხლა მე რომ არ გადავიხადო ეს $10, ამ მთელ ჩემ სტრუქტურას კარგავს. ჩემი სტრუქტურა რჩება ჩემ დაბლა მდგომ პიროვნებას, ვინც მე მოვიწვიე. მე კი ვარდები მთლიანად, რიგით ვარდები სულ ბოლოში. და სულ ხელმეორედ, ფაქტიურად ყველაფერს კარგავ. შემოსავალ სტრუქტურას ყველაფერს კარგავ და ვრჩები სულ ბოლოში და თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი. აი ახლა მე მაჩვენეთ ადამიანი, ვინც ამ სისულელეს ჩაიძენს და არ გადაიხდის იმას $. შეგიძლიათ დამისახელოთ ვინმე ასეთი. თუ იმ ადამიანს დემენცია რა აქვს და რაღაცა სკლეროზის მომენტები არაწუხებს და რაღაცა ან ისეთი სერიოზული პრობლემა რომ ამოუვარდა გონებიდან გადახდა სიტყვაზე. ანუ მაგის თქმა მინდოდა Greenways კომპანიაში მაგალითად თუ ყველა თვე აქტივაციას არ გააკეთებ და 200 რაღაცა ლარს არ ჩადებ, იქაც ფაქტიურად ყველაფერს კარგავ, არაფერი გერიცხება და მე ამის თქმა მინდოდა ზუსტად. და 200 რაღაცა ლარი და $10 ლაპარაკი, რომელიც უნდა იხადო და ამ ხელა თანხებზე გაყავ ამას და გარდა იმის რომ შენ ამ თანხებზე გადიხარ, გეძლევა შესაძლებლობა რომ ამ ხელა ფასდაკლებით როგორც დასაწყისში ვისაუბრე, შეიძინო ფაქტიურად პროდუქტი, ხო? ნებისმიერ და უნიკალური კონტექსტში. არაფერს ადამიანები ამ აქტივაციის გამო რომ აი არ ჩამოვარდნენ სტატუსებიდან და არ დაკარგონ ყველაფერი. ეს ძალიან კარგია, მოიწონს ეს პირობები. ხო და ამიტომ არის რომ სიმკაცრე ზუსტად იმის შესაძლებლობას იძლევა რომ ეს ცირკულაცია არ დასრულდება და ყველა ადამიანი რომელიც პატარა სტრუქტურას მაინც შექმნის, სულ თუ არა ორი ადამიანის რომ მოიყვანოს ის შრომაში ეწლევა იმას და არ უნდა რომ ის დაკარგოს, იმიტომ რომ რატო დაკარგოს, როცა უკვე ფული არ გადახდილი სიტყვა და იმ ადამიანებსაც ფული არ გადახდილი და რაღაცა პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე. ფაქტია რომ არ უნდა რომ დაკარგოს და ამიტომ უმეტეს წილად ადამიანები სავალდებულოდ თვლიან პირველ რიგში მაგას მეკითხებიან თუ არ გავიდეთ ჩემი ვადა, უნდა გადავიხადო, იმიტომ რომ ყველას ეშინია დაკარგოს თავისი სტრუქტურა. ყველას ეშინია ამის. იმიტომ რომ ეს შრომაა, წვალებაა ჩადებული და მიშრომია, მიწვალიაო გამოთქმარულო ხართული ხო, რატო უნდა დაკარგოს, ხო? ასეა. მოკლედ, ამიტომ ეს არასოდეს არ დასრულდება, ერთადერთი როდესაც უკვე აი აქ რა ხდება, რატომ არ არის ის ქსელური მარკეტინგი? იმიტომ რომ ქსელურ მარკეტინგში სულ სისტემატიურად უნდა იშრომო, სულ სისტემატიურად უნდა იწვალო, რომ აი ეს შენი ეს არ დაკარგო ეს ყველაფერი და სულ აი ეს აქტივაცია არ დაკარგო და ასე შემდეგ. აქ არის. აქ ერთხელ და სამუდამოდ ან ვიღაცამ დაუშვათ აი ქსელურში როგორც წევამს, ხო? ვიღაცამ რაღაცა ვერ გააკეთა, ვიღაცამ ვერ შეიძინა ის პროდუქტი, რაც უნდა შეეძინა, ან ვერ გაყიდა, ასე შემდეგ და თქვენ გეკარგებათ ეს ყველაფერი, ხო? აქ ეგრე არ არის, ხო? აქ სისტემატიურად მიხდით ყველა იმ $10 არავინ არ დაკარგავს $10 გამო ამ ხელა რაღაცეებს. ნამდვილად არ დაკარგავს. 16,000 შემომდიოდეს და $10 გამო დავკარგო, რაც ისულელია, ხო? ან 100,000 მქონდეს. რაზეა ლაპარაკი? მით უმეტეს აქ კომპანია გიხდით საფხაზ და მერე ყველა უკვე შიგნით კომპანიის გადახდილი თანხით იხდით ამ $10. ანუ ჯიბიდანაც აღარ იხდით უკვე ადამიანი, ხო? ხო და მოკლედ, აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად იტრიალებს სისტემატიურად და არასდროს არ იქნება დაკარგული. ერთადერთი, რისი შემოწმებაც დაგჭირდება ჩვენ, აი აქ რატო არ არის ქსელური მეთქი, ეს აზრი მინდა გავაგრძელო. იმიტომ რომ აქ ერთხელ და სამუდამოდ სიტყვაზე, გახვედით სიტყვაზე, აი გახდით თუნდაც ბრინჯაო, გახდით ბრინჯაო. ახვედით თქვენი ლეველები შეიცვლოთ 13-ზე, გახვედით $4,095-ზე და თქვით, ნუ всё, მე ეს ყოფნის ეს თანხა, მე მეტი არ მინდა, სხვა ამბიციები არ მაქვს, არ მინდა 100,000-ები და 200,000-ები და 16,000-ი არ მინდა. მინდა ამ თანხაზე გავჩერდე. всё, აქ სრულდება თქვენი მოწვევის პროცესი. თქვენ აღარავის აღარ ვიწევთ, თქვენი სტრუქტურა მუშაობს, ყოველთვიურად იხდიან იმ $10 და თქვენ ყოველთვიურად გერიცხებათ ეს $4,095. ყოველთვიურად. გარდა ამის, თქვენ რომ მოიწევთ, თქვენ მოწვეული ყავთ ორი ადამიანი. ის ორი ადამიანის თუ გააგრძელებს იგივე საქმეს და ისინიც მოიწევენ ორ ადამიანს და მერე ისინიც და მერე ისინიც და ასეთი სახით შეივსება სიტყვაზე აი ეს 13 თქვენი 13 ლეველი, ამ შემთხვევაში თქვენი მოწვეული ადამიანებიც გადიან აი ამ თანხაზე.
აი იგივე თანხაზე გადიან თქვენი პირადად მოწვეულები და მათი პირადად მოწვეულები და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ეს ადგილი დაიმახსოვრეთ, რაც მე ვთქვი, რომ ისინიც გადიან ამ თანხაზე, რათა მე დაუბრუნდები ამ მომენტს ისე. კარგად დაიმახსოვრეთ ეხლა რა თქვი და რატოა მნიშვნელოვანი, რომ ისინიც გავიდნენ ამ თანხაზე. იმიტომ რომ ჩვენ გადავდივართ შემდეგ ბონუსზე, რომელიც ყველაზე მაგარი ბონუსია და ეს არის matching ბონუსი. რა არის matching ბონუსი? ჩეკიდან ჩეკი. აი ეს არის matching ბონუსი. ანუ თქვენ მოიწვიეთ ადამიანი. აი თქვენ ხართ ბრონზა, როგორც წეღავ თქვი, ან ვერცხლი არ აქვს მნიშვნელობა, ოქრო. მოიწვიეთ ადამიანი და ის ადამიანი, როგორც თქვენ გახვედით სიტყვაზე $4095-ზე, იმ ადამიანს იგივე გააკეთა, გაიმეორა და იმისი ლეველებით შეივსო, თქვენი მოწვეულის ლეველები შეივსო 13-ზე, შეივსო და ისიც გავიდა $4000-ზე. მოდი დავამგვალოთ, ხო ეს არ ვიძახო $4095 და $4000-ზე გავიდა თქვენი მოწვეული, ხო? matching ბონუსი რას ნიშნავს? აი ამ ადამიანის ნახევარი, ანუ $2000, გარდა იმის, რომ თქვენ იღებთ ამ $4095-ს, 50% კომპანია გიხდით თქვენ. ანუ თქვენ ხომ ერთი არ მოიწვიეთ სიტყვაზე. თქვენ შეიძლება მოიწვიოთ 1-ით, 2-ით, 3-ით, 4-ით, 5-ით და ასე შემდეგ 10-ით, 30-ით და 500-ით კიდე. აქ განუსაზღვრელია მოწვევა, მე გაჩვენებთ როგორ არის ეს განუსაზღვრელი. ანუ წარმოიდგინეთ, იქიდან დავუშვათ 50 ადამიანი მოიწვიეთ. 50 ადამიანიდან 4-იც რო გავიდეს სიტყვაზე შემოსავალზე, ნებისმიერი ვიღაცა ყველა რაღაცა შემოსავალზე გავა, ხო, ზოგი გავა სიტყვაზე 2000-ზე, ზოგი გავა 1000-ზე, ზოგი გავა 8000-ზე და ზოგი გავა 16000-ზე, ზოგი 100000-ზე. აი ამ ყველასაგან კომპანია 50%-ს დაგერიცხავთ თქვენ. ყოველთვიურად. არის მაგარი თუ არა, პასუხი გამეცით. აი მაგარი კი არა, უმაგრესია, მაგრამ ნახე. კარგია, კარგი კი. აქ მოვუყურეთ, თქვენ გახვედით ბრილიანტზე, ახვედით ეს ძალიან მალე ხდება, თუ როგორ უნდა ახვიდეთ ბრილიანტზე და ბრონზაზე და ასე ამას თუ ვინ უნდა რამდენი გყავდეთ, ამასაც მე არ გიცნით, ცოტა მოგვიანებით და გახვედით და 16000 უკვე თქვენ გერიცხებათ ყოველთვიურად. ბრილიანტი რო ხართ, თქვენ თავისთავად მინიმუმ ძალიან ბევრი ადამიანი ყავს მოწვეული შედარებით, უფრო მეტი ვიდრე დაუშვათ ვერცხლს ყავს მოწვეული და ოქროს და ასე შემდეგ. ხო, მე გაჩვენებთ რამდენი ადამიანია მოწვეული ბრილიანტის შემთხვევაში. მაგრამ არც კი ჩერდებიან იმ მოწვევებზე, ჩვენთან არის ასეთი პიროვნება, ტიმ მილერი, რომელიც იყო უღარიბესი ადამიანი და ქუჩაში მაცხოვრობდა. ეს კომპანია გაიგო, შეიტყო უბრალოდ ტელეფონი სადღაც და ვიღაც შეიტყო ამ კომპანიის შესახებ და ის დარეგისტრირდა ამ კომპანიაში, ნაშოვნი ფულით ფაქტია, ხო, $50 არ არის ესეთი სერიოზული თანხა, რომ მათხოვარმაც კი ვერ იშოვოს სიტყვაზე, ხო? იშოვა დარეგისტრირდა, თუნდაც ამერიკაში, ხო? დარეგისტრირდა ეს ადამიანი და ეს ადამიანი დღეს ყველაზე მაღალი ჩვენი სპონსორია. ჩვენს ყველაზე მაღლა სპონსორია, რომელიც მილიონებს იღებს. მე პირადად Greenways კომპანიაში იმელა შრომა მაქვს ჩადებული, ის შრომა ეხლა რასაც გისმენთ, აქ რო ჩამედო, ალბათ, რა ვიცი. მილიონერი იქნებოდი ოლიგოპოლი. მილიონერი იქნებოდი ოლი. აი უბრალოდ აქ ჩემი გოგოები ისმენენ და იციან რეალურად ვიძახი. აი ფაქტიურად გული მწყდება პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა ერთ ბაშად ყველაფერს ვერ ვიტყვი და ვერ აგიხსენებ, მაგრამ არის ისეთი დეტალები, რამაც ძალიან გული დამწყვიტა, ეხლა რო გისმენთ და მადლობა. დარწმუნებული ვარ, მე მაციციმაც მითხრა იგივე ზუსტად, რომ რა შრომა მაქვს მე ჩადებული Greenway-შიო, რას ვაკეთებო, გადაღლილი ვარ ამ პოსტების დადებითო, გადაღლილი ვარ ამ ყველაფრისო და
არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი მაინდამაინც შემოსავალი არ არის და აქ უყურებ შოკირდებიო, შოკში ვარ, საერთოდ ისეთ შემოსავლებზეა ლაპარაკიო და აქ ზუსტად ეგ ვაი რა შეგვიძლია, რომ აქ რომ ყოფილიყავი ალბათ რა ვიცი რა იქნებოდა. კი, ეს არის რეალური და ვერავინ შემეწინააღმდეგება, ყველას აი დავისვავ და პირადად აუხსნი რატო ამბობ ამ სიტყვებს. აბსოლუტურად არაფერს არ გასაგებია ესია ფაქტებით. კი ბატონო, ფაქტები ხელფასები შემიძლია დავდო უკვე რომ ადამიანები უკვე გასულები არიან 100,000-ზე, 200,000-ზე, 300,000-ზე, მაღალ გასულით პიურად. აი მე არ ლაპარაკობ უკვე არა ჩემი წრის ხალხზე, ჩემი წრის, ჩემ ნაცნობობაში, ჩემ ახლობლობაში, ვისაც აი ხელის შეხებით ვიცნობ, ეს ადამიანები არიან გასულები ამ თანხაზე. ანუ ეს არ არის რაღაცა ინტერნეტ ინფორმაცია, რომ სადღაც ვიღაცამ რაღაცა თქვა და იქიდან ვიმეორებ იმას ნათქვამს. რეალურ ადამიანებზე ვლაპარაკობ, ვისაც ვიცნობ, რომლებიც გასულები არიან ძალიან სერიოზულ თანხებზე. და 16,000 უხურდაფულად რომ მიაჩნია. ნუ ეხლა მე ჩემ სიტუაციაში ვეღარაფერს შევცვლი, რაც იქ შრომა ჩავდე და ვიწვალე და დრო დავკარგე, მაგრამ უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ ცოტა ადრე რო გამეცნო ეს კომპანია, მართლა კარგ სიტუაციაში ვიქნებოდი ეხლა. ოლიკო, ცოტა ადრე ვერ გაიცნობდი. მაინც არ არის გვიანი, შენ დიდ წარმატებას მიაღწევ, ჩემო გოგო. მადლობა. აუცილებლად აკეთებ წარმატებას. აქ ერთადერთი აქ რაც გვევალება, არც პოსტების დადება, არც პროდუქტზე მუშაობა, არც გაყიდვა, გამოყიდვა, არაფერი. აი ეხლა რასაც მე ვაკეთებ და ამაზეც არის, მე ძალიან დიდი ჯგუფი მყავს და იმიტომ მიწევს დიდი პროდუქტ, აი ამ დიდი პრეზენტაციების გაკეთება და ასე შემდეგ და ადამიანებს უბრალოდ ესაუბრებიან ადამიანებს და აი ამას უხსნიან რაც ხდება კომპანიაში და ამაში უხდით კომპანია აი ამ თანხებს. შეიძლება. ძალიან მაგარია. უამრავი კომპანია ჩახედული ვარ, სხვაგანაც მუშაობდი და მსგავსი არ მომისმენია, ოღონდ მარტო. მსგავსი არცად არ არის და ვერც მოისმენდი ოლიკო. ვერც მოისმენდი, არცად არ არის, მეც არ მომისმენია. კიდევ რაღაც უნდა გეკითხათ, გიცნობ? მე მაგ შეკითხვა თუ შეიძლება? კი ბატონო, გიცნობ? გესმით? კი. აი ეგ შემოვედი, ეხლა მე დარეგისტრირდი, შემოვიყვანე 2, მაგრამ მინდა პროდუქციაც ამასთან ერთად. აი ამ პროდუქციის ყიდვით მე კიდევ მემატება რამე, რომ შევიძინო და შევიძინო. აქეთ მივდივარ, ეხლა ბოლომდე მომისმინე და პროდუქციაზე ვლაპარაკობ ერთად. კარგი, მადლობა. შემოსავალზე, ანუ თვითონ პროდუქტი კი არა, პროდუქტიდან შემოსავალზე გადავდივარ ეხლა. ანუ ეს ბონუსი. ეხლა აი ეს matching ბონუსი დავასრულო ჯერ ეს matching ბონუსი. ეხლა უყურეთ რა ხდება. თქვენ როდესაც ხდებით ფაქტიურად ვერცხლი, თქვენ პირველი ხაზიდან, ანუ პირველი მოწვეულებიდან, როგორც აქ ვიწევან 50%, ანუ ეს 50%-ით არ სრულდება თქვენი შემოსავალი. მეორე მოწვეულებისგან 10% გერიცხებათ მათი შემოსავლიდან და როცა 16,000 და 100,000 შემოსავალი 10%-ის უკვე თანხაა, ხო? თუნდაც უფრო ნაკლები. და ანუ მეორე ხაზია, პირველი და მეორე ხაზიდან არო თქვენი მოწვეულებისგან გერიცხებათ 10%. ოქროს რანგში უკვე გერიცხებათ 5-5-5, პირველ ხაზშიც, მეორე ხაზშიც, მესამე ხაზშიც და მეხუთე ხაზში ფაქტიურად რო აღარ გავაგრძელოთ, ბევრი არ ვილაპარაკო, ბრილიანტს მეხუთე სიღრმეულიდან ერიცხება თანხები. ანუ აი ამ რა თანხები იცით? გამომუშავებული თანხებიდან, ანუ მარტო 50% კი არ ერიცხება თავისი ხალხის, არამედ თავისი ხალხის მოყვანილის, მათი მოყვანილის მეხუთე ხაზიდან. ეს დაბლა ხაზებში არის უამრავი ადამიანი. უამრავი მეგობრებო და ეს იმხელად ფულებია, რომლის დაცვას, საკუთარი ფულის დაცვას რო თქვენ თვითონ ვერ შეძლებთ. ეს არის იმხელა თანხები. როდესაც ბრილიანტზე გადიხარ და აი ამ სიღრმეულიდან, შენი სტრუქტურიდან შემოგდის აი ეს თანხები. გარდა იმ 50%-ის. აი ესეთი რამე,
ანუ 80% ფაქტიურად კომპანია 80% უწილადებს თავის პარტნიორებს. აი ამ ხელად ნახած ანაწილებს თავის პარტნიორებს. მე ვახსენე კომპანიები, აი ეს Amazon-ი, Costco, აი ეს რა ვიცი, AliExpress-ია თუ მრავალი ესეთი ინტერნეტ მაღაზია კომპანიებია, სადაც კი ბატონო Amazon-მა წიგნები დაიწყო და დღეს მრავალფეროვნება აქვს და აი ეს ფასდაკლებები მანდაც არის, მე თვითონ ვარ Amazon-ის წევრი, დიდი ხანია უკვე, ფასდაკლებები სარგებლობ, მაგრამ Amazon-ი მე არაფერ ფულს არ მიხდის. არაფერს არ მიწია, არავის თავის პარტნიორებს ისინი ფულს არ უხდიან. ეს ერთადერთი კომპანია კლუბური მიმართულების, იგივე მიმართულებით, როგორც Amazon-ია და ეს კომპანიები, მაგრამ ისინი არ უხდიან თავის პარტნიორებს ფულს. ეს კომპანია გარდა იმის, რომ ფასდაკლებასაც აძლევს, გარდა ამის, რომ თვიური გადასახადი ძალიან დაბალი აქვს Amazon-ში 15 წლისთვის. ასევე ფულს უხდის თავის პარტნიორებს რეკლამაში. ეს არის უნიკალურობა, რომელიც აქამდე არსდა და არასდროს არ ყოფილა და სწორედ ამიტომ კომპანიამ ეგრევე გაიწია წინ და ეგრევე ყველა კომპანია ჩამოტავა დაბლა. Amway, Herbalife, Oriflame, Amazon-იც კი, იმიტომ რომ Amazon-ი არ იხდის, ხო, Amazon-ი ის კომპანიები, რომელიც მე ჩამოგითვალთ, ის ყველა კომპანია შედის აბსოლუტურად. ყველა კომპანია, 1000-ზე მეტი კომპანია და აი ამ კომპანიებს შორის გავიდა პირველ-მეორე ადგილებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ სულ ახალი სიტყვა შემოიტანა დედამიწაზე, სულ ახალი რაღაცა გააკეთა, რომელიც ძალიან მაგრად მუშაობს, ძალიან მაგარი ცირკულირება და ყველა მიმართულებით დაიკავა მან პირველი ადგილი. და ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი. აქ რო შემოვა კიდევ სხვა პროდუქცია, აქ რო შემოვა კიდევ სხვადასხვა მიმართულება. ეს კომპანია იქნება ერთადერთი მსოფლიოში ყველაზე მაგარი კომპანია, რომელზეც დღეს უკვე ლაპარაკობს მთელი მსოფლიო, მაგრამ ეს უკვე ის იქნება, აი რო ეტყვით ადამიანს, live good, ყველას ეწოდინება ეს რა არის. და აი როგორც დღეს Tesla-ზე და ასეთ კომპანიებზე ამბობენ, რომ აუ Tesla და ეს ამ ადამიანის შექმნილია და ეს არის Tesla ფაქტიურად გვერდზე დარჩება, დღეს live good იქნება მსოფლიო დონის უკვე არის ასეთი კომპანია. უბრალოდ დღეს ეცნობიან ბევრი ადამიანი, ყველამ ჯერ არ იცის თავისთავად ვიწროთ ჩვენ ადამიანებს, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ჩვენ უბრალოდ live good-ში მუშაობთ და თქვენზე ყველას ეცოდინება, რომ თქვენ ხართ მილიონერი, იმიტომ რომ მუშაობთ live good-ში. ეს ასე იქნება. ახლა გადავიდეთ, რაც შეეხება პროდუქტიდან შემოსავალს, ვის გადაწყვეტს, რომ დაუშვათ პროდუქტის გაყიდვას და პროდუქტზე იმუშაოს. თუ რამდენად ადვილია პროდუქტის გაყიდვა, მე უკვე გითხარით, აქაც იგივე არის ფაქტიურად აი ამ გაყიდვებიდან ასეთივე სახით, პირველი ხაზი და მეორე ხაზიდან აი ესეთი შემოსავლებია სიღრმეულით და ეხლა გადავიდეთ უშუალოდ პროდუქტზე და აქ რა ხდება. დაუშვათ თქვენ აქ არიან live good-ის პროდუქტს ყიდულობენ ძალიან ბევრი მაღალი რანგის ბიზნესმენები, რომელთაც აქვს ასეთი მიმართულების მაღაზიები გახსნილი და არც არის აუცილებელი ასეთი მიმართულების. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს ქიმიური რაღაცა აღარავის აღარ სჭირდება, დღეს ყველა ბიოზეა გადასული, ხო? დღეს ეხლა მე მაღაზიებში ვხედავ, რომ ადამიანები ცდილობენ, რომ არ იყიდონ უბრალო პროდუქტი, ვაშლი და თუნდაც ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული, ყველა ცდილობს, რომ იყიდოს ბიო, აქ ეგრეა, ბიო და ჩვეულებრივი, არ ვიცი, ახლა საქართველოში ეს ისე შეცდომით. საქართველოში მგონია ყველაფერი ბიოა. იმიტომ რომ მონატრებული ვარ იქაურ ყველაფერს, პამიდორსაც და ყველაფერს აბსოლუტურად. მაგრამ აქ გამოყოფილია ბიო და არაბიო. ბიო ის არის, რომ აქ შემადგენლობა აქვს ბევრად უფრო სუფთა, ბევრად უფრო უვნებელი და არ არის ის კონცენტრატები შეტანილი, რომელიც ავნებს ორგანიზმს და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ პროდუქტში იქ არის ნიტრატები და ასეთი უბედურება, რომელიც ავნებს ორგანიზმს. ამიტომ ადამიანები ყიდულობენ ბიოს და ასევე ასეთი სამკურნალო და ესეთი ორგანიზმისთვის ჯანმრთელობისთვის გასაუმჯობესებელი რაღაცებით, რა თქმა უნდა, მთელი კაცობრიობა უკვე ცდილობს აი ეგეთ რაღაცებზე გადავიდეს და ყველა ცდილობს გახდეს, ყველა ცდილობს ივარჯიშოს, ყველა ჰქონდეს ესეთი სასარგებლო პროდუქტი და ასე შემდეგ და ამიტომ უკვე ჩვეულებრივი მაღაზიებიც შესყიდვას აკეთებენ კომპანიიდან და ცდილობენ აი ეს ამ კომპანიას, ანუ ამ პროდუქტს გაუკეთონ ანოტაცია და გაყიდონ მაღაზიებში. ამიტომ ზოგი ძალიან დიდი რაოდენობით ყიდულობს, ანუ ოფტალში ყიდულობს კომპანიას თავის ინტერნეტ მაღაზიაში, რომლებიც დიდი რაოდენობით ყიდულობენ. ეხლა უყურეთ, შეიძლება დაუშვათ თქვენც ესეთი ვინმე მოძებნეთ. ნუ არა აქვს მნიშვნელობა, რომ არ მოძებნოთ ეგეთი არავინ. დაუშვათ 2000
500-ის რაოდენობის იყიდა ადამიანმა თქვენგან, თქვენი ინტერნეტ მაღაზიიდან, როდესაც შევა თქვენს რეფერალში, იყიდა აი ამ თანხის პროდუქტი სიტყვაზე, ხო? აქედან 60% გერიცხებათ თქვენ. ეხლა როგორ ხდება ეს 50%? რა შედის ამ 50%-ში? სიტყვაზე ავიღოთ კიბიდოს ზეთი. კიბიდოს ზეთი ჩვენს კომპანიაში მე ხმოვანში ვთქვი, არ ვიცი, რამდენად თქვენთაგანმა მოისმინა და აი ვიტყვი და უბრალოდ აქაც ვიტყვი, თუ ვინმეს არ აქვს მოსმენილი, რომ ახლა აქ მოისმინა. კიბიდოს ზეთი მე ვიყიდე Amazon-ში მეზობელმა მთხოვა, იმიტომ რომ წევრი ვარ Amazon-ის წეღან გითხარი და ვიყიდე $157, იმიტომ რომ როგორც წევრისთვის ხაზაკლება იყო ამ კიბიდოს ზეთზე. ეს არის უნიკალური რაღაცა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, კიბოს უჯრედებსაც კი კლავს და ჯამთელ უჯრედებს ტოვებს უვნებელს და ძალიან მაგარი უნიკალური რაღაცა ტკივილებს აჩერებს ელემენტურ მომენტალურად, თუმცა სადმე ვინმეს რამე აწუხებს და ტკივა და არა მარტო ტკივილებს აჩერებს, არამედ კონკრეტულად შველის იმ ადგილს, სადაც საიდანაც გამოწვეულია ეს ტკივილები. ანუ ძალიან მაგარ რაღაცებს ამბობენ, მე ბევრს ვილაპარაკე პროდუქტზე, იმიტომ რომ ეს ილაპარაკობს, ვინც ამაში კომპეტენტურია. უბრალოდ ამას ვიტყვი და ამ ადამიანს სჭირდებოდა ძალიან ეს კიბიდოს ზეთი და გამომაწერინა მე. გამოვიწერე $157 გადავიხადე, მაგრამ მისი ფასი იყო სადღაც 150-დან 170-მდე ასე თამაშობდა უფრო მეტიც კი. ჩვენთან ეს კიბიდოს ზეთი უფრო მეტი რაოდენობის, უფრო ნაკლები ფასის და უფრო უკეთესი ხარისხისაა. რატო ნაკლები ფასი ეხლა შეიძლება შოკირებული იყოთ, რომ ვთქვათ განსხვავება. $18 იღებს ჩვენთან კიბიდოს ზეთი. შეიძლება საერთოდ შედარება მოვახდინოთ, ეს არის დღე და ღამე, მზე და ხარე. იმიტომ რომ $18 შევადაროთ $170, ეს ცოტა, სასაცილოდ არის შედარება რომ მოვახდინოთ. $18, იმიტომ კი არ ღირს, რომ აქ ნაკლები ხარისხია. პირიქით, ხარისხი უფრო მეტია და შემადგენლობა, რაოდენობაც უფრო მეტია. აი, ამიტომ აქ დაუშვათ ჩვენთან სიტყვაზე გადავალ ისევ ამ თემაზე, რასაც ვლაპარაკობდი, ანუ 2500 შეიძინა თქვენთან, თქვენ ინტერნეტ მაღაზიაში ადამიანმა. თქვენთვის, როგორც პარტნიორისთვის, ეს კიბიდოს ზეთი ღირს $18, მყიდველისთვის, კლიენტისთვის კი ღირს $27. $27 ძალიან დაბალი თანხაა, თუ შევადარებთ იმას, რაც სხვა კომპანიებში ღირს ეს კიბიდოს ზეთი. ხო? $27 და ამ $18 შორის რაც არის, ის 50% გერიცხებათ თქვენ. გარდა ამის კომპანია გჩუქნით, აი ამაში 10% და სულ 60% გერიცხებათ თქვენ ამ გაყიდული პროდუქტიდან. 5000-ის იყიდა 50% თავისთავად შუალედი რა პროდუქტის ფასის და ანუ კლიენტის ფასის და თქვენ ფასის შორის შუალედი რაც არის, ანუ და პლუს 20% ჩუქდით თქვენ კომპანია და 70% გერიცხებათ თქვენ თქვენს ანგარიშზე თუ $5000 პროდუქტი იყიდა ადამიანს. ახლა აქ დიდი თანხებია მოცემული, მაგრამ პატარა თანხებით შეგვიძლია ეკვივალენტი გავაკეთოთ, ხო? 10000 სიტყვაზე, ხო? 10000 იყიდა თუ ოპტავშიკები ყიდულობენ. 30% საჩუქარია კომპანიის მხრიდან, 50% თუ 80% გერიცხებათ თქვენ. ასევე 25000-ზე, ასევე 50000-ზე, ანუ აქ არის, როგორც მე გამოთვლები რომ გავაკეთეთ და გადავთვალეთ, ეხლა რა თანხებთან მივდივართ ამ პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, შეიძლება ხა 5000-ის არ გავყიდოთ და 2500-ის არა, მაგრამ დაჟე უბრალოდ რაღაცები, უბრალოდ აი დაბალი თანხებითაც რომ გავყიდოთ რაღაცები და დაბალი რაოდენობით, მაინც იმ ხელა თანხებზე ადის ეს გაყიდვის პროცესი, რომ აჭარბებს ყველა სხვა დანარჩენ ბონუსებსაც კი. გარდა ამის, სხვა თანხები ჩვენ თუ მოწვევაში ვიღებთ თანხებს, ეხლა რა ბონუსებით ჩამოგითვალეთ. ამაში თუ ვიღებთ თანხებს, ჩვენ გვერიცხება ეს თვიურად და ყოველკვირეულად ხუთშაბათობით. ანუ თვიური თანხა არის ეს გლობალური ბონუსი, სადაც 25%, ანუ 25 არა, 2.5 ვაფშე 25 ცენტი, სადაც გვერიცხება, ეს არის გლობალური ბონუსი, ხო? აი
ეს არის თვიური გადასახადი. დანარჩენი ბონუსები არის ყოველკვირეული გადასახადები და კიდევ არის მათში ბონუსი ყოველთვიური გადასახადი. გარდა ამის, აი აქ სადაც პროდუქტს ყიდით, თუ პროდუქტს ყიდით, აქ უკვე ჩვენ თვიურად და კვირეულად კი არ გვერიცხება თანხები. აქ რამდენჯერაც გავყიდით, მაშინვე გვერიცხება ის თანხა. ანუ აქ უკვე სხვა სისტემაა. აქ გაყიდე უკვე დაგერიცხა თანხა. გაყიდე, დაგერიცხა ეს. დღეს გაყიდე, დღესვე დაგერიცხა. ხვალ გაყიდე, ხვალვე დაგერიცხა. მაგრამ აი დანარჩენი ბონუსები გვერიცხება თვიურად და ყოველკვირეულად. ანუ ხუთშაბათობით არის ხოლმე ჩვენ კომპანიაში ზეიმი. ადამიანებს ერიცხებათ ხოლმე ფულები და ეს ფულის წვიმას ეძახიან ამას. ხუთშაბათი მოდის და ყველას უხარია. პარასკევს ყველა ზეიმობს და თავის ხელფასების გამოფენას აკეთებს ხოლმე ჩატებში. ისე რომ აი ეს არის სულთლიანად, რაც შეეხება შემოსავლებს, მე მგონი ყველა მივხვდით რა ამხელა თანხებზე გვაქვს საუბარი და რა შემოსავლები და აქ როგორც გითხარით, არ არის მარკეტინგი და რატო არ არის მარკეტინგი? იმიტომ რომ მათ ერთხელ და სამუდამოდ მოყავს შენ სისტემას ქმნი, შენ სტრუქტურას ქმნი, ამაზე სრულდება შენი მოწვევის პროცესი და მერე დაჯექი, დაელოდე და ყოველთვიურად აიღე შენი ხელფასი დავარქვათ ამას გინდათ პენსია დავარქვათ და გინდათ რაც გინდათ ის დავარქვათ, გინდა ბონუსი დავარქვათ. ყოველთვიურად გექნება თქვენი შემოსავალი. თუ გაქვთ ამბიცია რომ უფრო მეტი გქონდეთ, კი ბატონო მოიწვიეთ ადამიანები და გექნებათ სისტემატიურად კიდევ უფრო მეტი. თუ არ გინდათ და ყოფნით ის თანხა და აღარ გაქვთ მეტი ამბიცია და აღარ გინდათ ადამიანების არც მოწვევა და აღარც მუშაობა, მაშინ დაჯექით და მიიღეთ თქვენი პასიური შემოსავალი. ერთადერთი სისტემატიურად ლიდერებს შორის, აი დარეგისტრირდით ხო, მოიყვანეთ, შეგექმნათ სტრუქტურა, უკვე დაგერიცხათ თქვენი თანხები, გააქვთ უკვე თქვენი ან 4000, ან 8000, ან 16000, ან 100000 და ასე შემდეგ. და ერთადერთი თქვენი სამუშაო, რასაც შეადგენთ თქვენ მუშაობაში, რაც შედის, ეს არის ის, რომ თქვენ ხართ უკვე მაღალი რანგის ბიზნესმენი, თქვენ გაქვთ უკვე პასიური შემოსავალი და თქვენი შემოსავალი სტრუქტურაში უნდა გადააკონტროლოთ ლიდერებს შორის. ხო გეყოლებათ იქ დანიშნული ლიდერები, გახსნილი ჩატები, სადაც იქნება მუშაობა და მოღვაწეობა, თქვენი ჩატებში, ლიდერებში ყოველთვის გააკონტროლებთ როგორ მიდის მუშაობა. მუშაობაში რა შედის? არიან თუ არა თქვენი სტრუქტურის ხალხი აქტიური. აქტიურობა რაც ნიშნავს? იხდიან თუ არა $10. ეს არის აქტიურობა. და ლიდერებში რა თქმა უნდა თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ პარტნიორს არ შეეკითხებით თქვენ მიხდი შენ $10 თუ არის? არა. თქვენ გეყოლებათ იმ სტრუქტურაში ლიდერები, რომლებიც ყოველთვის გააფრთხილებენ რომ მეგობრებო მოდის გადახდის დრო და გადაიხადეთ, მაგრამ როდესაც ასეთი დიდი სტრუქტურა გაიზრდება და ასეთი დიდი სტრუქტურა იქნება, იქ უკვე ყველა რაღაც თანხებში იქნება გასული და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დღეს ახლა ვისაც უკვე აქვს ფულები, ისინი $10 აღარ იხდიან. ისინი ერთი წლისას იხდიან და არიან თავისუფლები ამ საკითხში. დასრულდა. იხდიან არა თავის ჯიბის ფულს, არამედ იხდიან კომპანიიდან დარიცხულ ფულს. იმიტომ რომ მათ აქვს საკმაოდ ფული იმისთვის, რომ არ ითამაშონ $10. გადაიხდიან იმ 100 კლიანად რაც არის გადასახდელი და ეს საკითხი აღარ აწუხებს საერთოდ. ამიტომ აი ეს პროცესი არასოდეს არ დასრულდება, აი ესე როგორც ბიზნესმენი, როდესაც მაღაზიის ქსელს ახსნის, ან ბანკების ქსელი აქვს, ხო? რასაკეთებს ბიზნესმენი? ხომ არ მიდის და თითოეულ ბანკის თანამშრომლებს ელაპარაკება, აბა როგორ მიდის შენთან საქმეო? ხომ არ მიდის მაღაზიაში და თვითონ გამყიდველს ეუბნება, აბა შენ რა შვები და როგორ მუშაობ და რა სასრულებ და როგორ ასრულებ? ხო, მიდის იქ დირექტორებთან, წარმომადგენლებთან ფილიალის და ასე შემდეგ და მათ ესაუბრება, თუ რა ხდება საერთოდ სისტემაში როგორი მდგომარეობა. რა ხართ თქვენ ბიზნესმენი? ახლა ეს ბიზნესია, ხო? თქვენ კიდე ხართ ბიზნესმენი ან ბიზნესვომენი, ხო? აქედან გამომდინარე თქვენ სტრუქტურას უბრალოდ აკონტროლებთ და იღებთ თქვენ პასიურ შემოსავალს. აი ეს არის მეგობრებო ფაქტიურად რაც შეეხება შემოსავლებს. ეხლა გავიგოთ იმისათვის რომ თქვენ გავხდეთ ბრონზა დაუშვათ ვერცხლი ან ოქრო, რა და რამდენი ადამიანი უნდა ყავდეს სტრუქტურაში. ნუ გასაგებია ხო იმისათვის რომ იყო ბრონზა, მოყავს მხოლოდ 2 ადამიანი. всё, აქ მეტი არაფერი არ ხდება. შემდეგ მოდის აი ესე გადავიდეთ მაგ სისტემაზე გადავიდეთ ერთი წუთი. აი დაახლოებით შემდეგი
ზუმისთვის ასე დავარქვა, ხო, შემდეგი ჩართვისთვის. მის მეთაქ ახარ? კი. შემდეგი ჩართვისთვის მე მინდა თქვენ გაჩვენოთ თუ როგორ ხდება ადამიანების თქვენ ქვეშ მოქცევა, როგორ ანაწილებს რობოტი თქვენ ქვეშ ადამიანებს და ამაზე ვისაუბრებ შემდეგ ჩართვაზე. აი ეს ახლა დავტოვოთ ასეთი ინტრიგა, რომ ახლა მე დღეს ამას თქვენ აღარ აგიხსნით და შემდეგი შეხვედრისთვის თუ ვინც დაესწრებით, უკვე გაჩვენებთ აქ რა ხდება და როგორ ხდება საერთოდ ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ ქვეშ მოხდებიან, რანაირად ნაწილდება რობოტის მიერ. გაინტერესებს? კი, რა თქმა უნდა. ხო, მაშინ ამას მომავლისთვის გაჩვენებთ. დაახლოებით ეს ასე ხდება, შეხედეთ ცოტა. გოგოებო, თუ რამე კითხვები გაქვთ დასვით, იმიტომ რომ თქვენც იცით რომ მეც ახალი ვარ აქ და ვერ ყვევი და ჯობია რომ დავსვათ თანამედროვე. მე მაქვს ერთი შეკითხვა. ანუ ნახეთ. დიახ, მე მაქვს ერთი შეკითხვა. ანუ, როდესაც ვთქვათ მოვიწვიე ეს ხალხი, ეს თანხა დამერიცხება მაშინვე თუ რამე ერთი თვე უნდა გავიდეს ან რაღაც ესეთი? არა. და მაგალითად პირველ ხაზზე აქ ლაპარაკი მოიწვიეთ თქვენ მე ვიცი უკვე აღვნიშნე რომ სიღრმეულს აქვს კიდე მნიშვნელობა სტატუსი თუ რა ხო რა სიღრმეში რა სიღრმიდან მოგდით თქვენ თანხები მოწვევის პირველი მოწვევის თანხები ეს მარტო კი ბატონო როგორც კი მოიწვიეთ პირველ ხაზში მე ხა ლაპარაკობ პირველ ხაზზე მოიწვიეთ პირველ ხაზში ადამიანი დაუშვათ ორ შაბათია ხო და მოვიწვიე ადამიანი მოვიდა ხუთშაბათი, მაგ ხუთშაბათს არ მერიცხება, მაგრამ შემდეგ ხუთშაბათს მერიცხება იმ ადამიანის თანხა, ანუ $25. აჰა, გასაგებია. ყოველთვის გამოტოვებით, ერთი თვის გამოტოვებით და ერთი კვირის გამოტოვებით. ანუ ერთ ხუთშაბათს არა, მეორე ხუთშაბათს უკვე ირიცხება. შემდეგ კვირას ვიღაც გარეგიცინე, იმ ხუთშაბათს არა, შემდეგ ხუთშაბათს გერიცხება იმისი თანხა და ასე. და ეს არის ალბათ ერთჯერადი, ხო? ეს მოწვევის თანხის დარიცხვა. მეგარი ერთჯერადი და რამდენი ბევრს მოიწვევს, იმდენი ყოველთვის გერიცხება თანხები, ყოველკვირეულად გერიცხება თანხები, თუ ყოველთვის იწვევს ადამიანებს და ვინც მექსელი, ისინი იწვევენ და გეუბნებით ამ პირველმა მოიწვია 500 რაღაც ადამიანი და აქ საზღვარი არ აქვს მოწვევა. შეგიძლიათ უსასრულოდ მოიწვიო და პირველ ხაზში მოიწვიო და ყოველთვის აიღოთ ეს პირველი ბონუსი, ერთ-ერთი ბონუსი. მაგრამ არის კიდევ როგორც ჩამოგითვალეთ ხო სხვა ბონუსები ხო? როდესაც ეს ადამიანები გადიან უკვე თანხებზე და მათგან კიდე გერიცხებათ ბონუსები და ასე შემდეგ და გარდა ამის ამ მოწვევის მარტო ეს პირველი ხაზიდან არა ხო? მე სტატუსები თუ გეზრდება. მაშინ უკვე თქვენ სიღრმეულად 10 სიღრმიდან მაგალითად ბრილიანტს 10 სიღრმიდანერიცხება მოწვეულების თანხა. კი. ხდები? კი, მაგ გასაგებია. კიდე ერთი შეკითხვა მაქვს. აი ეს პროდუქცია, აი როგორ უნდა დავარეკლამო? ეხლა თქვი მე პროდუქცია. ხო, არა, მაგ მივხვდი, მაგრამ ანუ საიტი არის ეს, ხო? რაღაც სწორად ვერ გავიგე. საიტიც არის, თქვენ კაბინეტში ჩამოყალიბებული ინტერნეტ მაღაზია, სადაც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ და ანოტაცია, ყველა პროდუქტს ქვეშ აქვს ანოტაცია და გარდა ამის უამრავი რგოლებია, ვიდეო რგოლები, რომლებიც დეტალურად საუბრობენ პროდუქტზე, ну სამწუხაროდ ქართულად ძალიან ცოტა უფრო არის ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად, ყველა ენაზეა სამწუხაროდ საქართველოში როგორც ხედავთ, მე შემოვედი და მე და თქვენ შემოვიტანეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ნატომ, ინგამ და ასე შემდეგ თქვენ შემოვიტანეთ საქართველოში ეს ამბავი და ამიტომ ნელა-ნელა ხდება საქართველოში ყველაფერი, რატომღაც რგოლებით ყველაფერი ჯერჯერობით ჩემს თავზეა, მე ვაკეთებ ამ ყველაფერს ქართულად და ჯერჯერობით აი ვცდილობ რაც შეიძლება მეტი იყოს და ну დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ გამომიჩნდებიან დამხმარე ადამიანები, ვინც ერყვა ამ საკითხში. გარდა ამის მე ახლა ტრენინგებს ვაკეთებ უკვე სკოლას ვიწყებ, სადაც უკვე
ვიდეო რგოლების შექმნასაც ვასწავლი ხალხს, ყველაფერს ვასწავლი, პრეზენტაციები როგორ ჩაატარონ ასე შემდეგ და დამხმარე პერსონა რომ ეყოლება, უკვე რა თქმა უნდა უფრო გავფართოვდებით, უფრო მეტი იქნება ინფორმაცია და ექიმები მყავს ძალიან ბევრი სტრუქტურაში, მათ გადავცემა მეტაფეტას და ისინი ისაუბრებენ აუცილებლად პროდუქტზე ქართულად და არის, დღესდღეობით სანამ ეს ყველაფერი მოხდება, არის რუსულ ენაზე, ინგლისურზე, ფრანგულზე, რა ვიცი, ვისაც რაიმე გესმით, შეგიძლიათ ჩვეულებრივად შეხვიდეთ ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია, ლივგუდი პროდუქტი დაწერეთ და ეგრევე ამოგიგდეთ ყველაფერს და ამის არის ჩვენ ახლა როდესაც დარეგისტრირდებით, თქვენ კომპანიისგან ყოველთვის მოგივათ ემაილები, წერილები მეილში, სადაც იქნება მოწვევა მათ ზუმებში, სადაც საუბრობენ თვითონ დამაარსებლები ამ ზუმებს, კონკრეტულად შეგიძლიათ ესაუბროთ დამაარსებლებს და შეკითხვები დაუშვათ. ასეთი მისაწვდომი დამაარსებელი კომპანიას არ ყოლი არასდროს. არც ერთ კომპანიას შეიძლება ასე ითქვას. მათი მეილები გვაქვს და მათთან დაკავშირება შეგვიძლია და პირადად მათ შეგვიძლია შეკითხვა დაუშვათ. იმდენად მისაწვდომიანებია. ეხლა ორი შეტყობინება შემომივიდა ერთნაირ და ზუსტად ველოდებოდი ორს კი არა ბევრს და რაც შესაძლოა. გართულება აქვს $10 გადახდაზე თვიურად და თუ იმას მივაქცევთ ყურადღებას, რომ მაგალითად კომპანია Greenway-ში თუ 50 ანუ 200 რაღაცა ლარის პროდუქციას არ შევიძენ და საერთოდ ყველაფერს ვკარგავ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ $10 არაფერი არ არის და ორი აზრი არ არსებობს აქ. იმიტომ რომ ბევრად მეტი თანხა და ამ 200 ლარის რაღაცის თანხის გარდა, რომელიც გჭირდება, რომ აქტიური დარჩე კომპანიაში, უნდა გაყიდო 1000-ობით ლარის პროდუქცია, რომ ხელფასი მიიღო. ხო და რა ვიცი რა, აი ამის გაგება ძალიან ადვილია და გამიკვირდა უბრალოდ ესეთი შეტყობინება რომ შემოვივიდა. მართლა ვიცი. ყველა თავისი ხედვა და ყველა თავისი ბრალდებით. ვისაც უჭირს ამ $10 გადახდა, სადაც შეიკავებს თავს და მისი გადასაწყვეტია მისი არა ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს აკეთებენ რომ აქტივაცია გააკეთონ. არა მარტო ჩემს სტრუქტურაში და პარალელურ სტრუქტურებშიც რომ დაარჩნენ აქტიურები, იმიტომ ძალიან ბევრს ეწვალებიან და არ უნდა დაკარგონ ის წვალება და ის ყველაფერი და აი როგორ მინდა რომ ადამიანებმა სწორად გაიგონ, ანუ ამის თქმა მინდა რა, მე პირადად ჩემ თავზე ძალიან გული დავიწყო და პირადად ჩემი თავი შემეცოდა ეხლა. ჩემ თავზე 3 თვის განმავლობაში არაფერი გამიყიდია მე ამ კომპანიაში და ყიდულობდი პროდუქციას, რომ აქტიური დარჩენილიყავი ჩემთვის. და პლუს მაგას უნდა გამიყიდა რომ რაღაცა ის 200 რაღაცა არის ამონე. პოლი კობოდიში ისაუბრე ცოტა ხანი და მე დამირეკეს კარებზე ცოტა ხანი გავაგებ და მე შემოგიერთებით ერთ ოტოში. კარგი? კარგი. ხო, ნუ ამის თქმა მინდოდა მე. სხვა ისეთი არაფერი ამ ეტაპზე. ხო, ოლიკო გეთანხმები მაგაში, რომ იქ ფაქტიურად 230 ლარი თუ ვერ გააკეთეთ თვის დასაწყისი, აზრი არ აქვს, ხო? თვის ბოლომდე აკეთებ და მე ხელფასი არაფერი არ გერიცხება. პლუს მაგას რამდენი პროდუქცია უნდა გაყიდო, რომ ხელფასი დაგერიცხოს 200 ლარი თუ არა 100 ლარი მაინც სიტყვაზე. 100 ლარი მაინც. კი, ძალიან ბევრი. და პლუს ქსელი ააშენო. ხო, და ეხლა $10 და 200 რაღაცა ლარი, რა ვიცი, აი არც კი დავფიქრდები მე პირადად. $10 10 მოვედი მეცაკავარ უკვე შემოგიერთებით უკვე. ანუ $10 და ერთადერთი რაც არ გვევალება, მოვიწვიოთ ადამიანები და ვიხადოთ ეს $10. ასეთი ძნელია? ხო, ეხლა თუ ცოტა ხელს გაანძრევ და ხალხს მოიყვან, მე მაგალითად რა ვიცი რა, იმდენი ხალხი მიყავს კომპანიაში, არ ვიცი, ვერ ჩამოგითვლით, გამიჭირდება. პროდუქტის გაყიდვაზე მაქვს კიდე ერთი შეკითხვა. ეს პროდუქცია ჩვენი ის გვაქვს, მიგავიგე, მივხვდი ეს და თუ ვინმეს უნდა ჩემი საიტიდან ყიდვა, მე რამე უნდა დავაკვალიანო, ის ადამიანი უნდა უთხრა, უნდა ურჩიო თუ თვითონ გამოიწერს. აბსოლუტურად არაფერი არ უნდა ურჩიოთ. შედის ინტერნეტ მაღაზიაში ყველა პროდუქტს აქვს თავისი ანოტაცია. თუ ის არის და რატომ არის ის შედის თვითონ კითხულობს იმ ანოტაციას, თვითონ ირჩევს იმ პროდუქტებს თქვენ რეფერალზე, თქვენ კი გერიცხებათ ფული. აჰა, გასაგებია. საოცრება, ხო, კონტ.
აცია ძალიან იმიტომ არის რომ აგერ მე გაჩვენებდით წეღან არ ჩანდა თქვენთან გაჩვენებდით რომ აი ამდენი ადამიანი ყოველ წუთში რეგისტრირდებათო. აი იმიტომ რეგისტრირდებიან რომ ზუსტად ამ სიადვილეს ხედავენ და გარდა ამის რომ ამ ხელა თანხების შემოდის ადამიანი ფაქტიურად ელემენტარულ აი პატარა მოძრაობას აკეთებს. ეხლა ოლიკო რო საუბრობს ხო იქ ხო მარტო აქტივაცია არ ხდება. იქ ხდება ადამიანების მოწვევა, იქ ხდება პროდუქტის გაყიდვა, იქ ხდება ამხელა რეკლამირება. ყველაფერი, ხო, დიდი თანხებით უნდა გაყიდო, დაუშვათ აქტიური რო გახდე, რაღაცა შენ თვითონ უნდა იყიდო და უნდა გაყიდო ძალიან დიდი რაოდენობის პროდუქტი, რომ შენ დაგერიცხოს რაღაცა ხელფასი. ეს შედარება არ შეიძლება, მეგობრებო, იმის და ამის, ასე არ შეიძლება, მე არც კი შეიძლება, სასაცილოა რომ შევადაროთ ეს ორი მომენტი ერთმანეთს. არიან ადამიანები რაღაცა სტატუსებზე რო ავიდნენ, რა ვიცი, გარკვეული ლარების პროდუქციას ყიდულობენ და უბრალოდ ეგრე ულაგიათ სახლებში, ვერ წყიდიან, უბრალოდ სტატუსის გამო რო სტატუსი დადონ. და ეს პროდუქტი კიდე იმდენად ძვირიც არის, რომ აი ხალხს არ შეუძლია რომ იყიდოს. შეიძლება ერთხელ რაღაცა იყიდოთ, არის ისეთი პროდუქტია, რომ ერთ რაღაცას მაგალითად აი კონკრეტულად რაღაც ერთი ტილო გვაქვს. ძალიან კარგი ტილოა, რაზეა ლაპარაკი, არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ 2 წელია გამოყენებისმა და ის მეორედ არავის არ მოდა. ხო და აი ესე რა, ეხა მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, მიყიდია რაღაცა 3000-ების პროდუქცია, რომ რაღაცა სტატუსი დამეტო და ფაქტიურად ვერ ამომიღია, უბრალოდ ვალებში გადავარდნილი ვარ და მე რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე მივახციე რაღაცაც. ისიც ზღვაში წვეთია. აი ეს არის ახლა ოლიკო ხარ, როგორც მე ვხედავ, ძალიან აქტიური გოგო ხარ, ძალიან წინწასული გოგო ხარ, მიუხედავად მაგ სირთულეები და სიძნელეების, მე ალბათ მაგ კომპანიაში ყველაზე ბოლო მე ვიქნებოდი, ერთადერთი ვის ვიქნებოდი, ვიჯდებოდი და მოვისმენდი მარტო, იმიტომ რომ რეალურად ვიმუშავებდი ეგრე, მაგრამ არ შემეძლებოდა. და ზოგი საერთოდ თქვენ ახსენეთ და ძალიან გული მწყდება ხოლმე, აი მოდიან და მერე ტოვებენ ისე რომ აი ლარიც ვერ მიაქვს კომპანიიდან და იმ ესეთ გულდას ო, იმიტომ რომ მაგაზია ზუსტად ეს დაინახა, ოლიკო ზუსტად ეს დაინახა ჩვენმა დამაარსებლებმა, ჩვენი კომპანიის დამაარსებლებმა ზუსტად თვითონ იყო იგივე სისტემაში და დაინახა რა ხდებოდა, რომ ადამიანები მაქსიმუმ 3 თვემდე ადიოდნენ და მერე ვეღარ აუდიოდნენ იმ პროდუქციის ყიდვას, გაყიდვას და ასე შემდეგ და საერთოდ ტოვებდნენ და ვინც დარჩა და იწვალა, დღემდე წვალობს და იმ წვალებით იღებს იმ ოფრით ნაშრომ ფულს, რეალურად ოფრით ნაშრომ ფულს. და აი აქ არის აქ ფოფლი არ ირღვევა, ერთადერთი ის რაც ირღვევას, რომ კი ბატონო გამოუყავი რაღაც გარკვეული დრო და ესაუბრე ადამიანებს. ეს არის მთელი აი ამაში გაძლევენ ფულს, ამაზე ადვილი ფულის შემოსავალი რა უნდა იყოს, მით უმეტეს ადამიანს თუ ეხერხება საუბარი, თუ იცის როგორ გადასცეს. ნუ ამაზე ადვილი რა უნდა იყოს. ლაპარაკში გიხდით, არც აგურებს ზიდავ, არც სამშენებლო რაღაცა სისტემაში მუშაობ და წელჩატყვეტილი მოდიხარ, აღარაფერს თავი არ გაქვს. უბრალოდ ესაუბრები ადამიანებს და ამაში გიხდით ფულს. აი ეს უყურეთ, ნახეთ, აი ახლა შევალ ელექტრონიკა და ოლიკო როგორ გეხერხება? როგორ? ვერ გავიგე უკაცრავად. საუბარი კიდე ოლიკო შენ როგორ გეხერხება თან? ო, მარინა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ კონსულტაციებოდეს საუბარი მაინც მიაღწია ყველაფერს. აი უყურებელია, აბა აი ეს ადამიანი არის დარეგისტრირებული და ის ქვეშ არის წამოსული ნახეთ რამდენი ხალხი, უამრავი. აი ახლა აი 11-მდე, აი ეს თუ ხედავთ 2, 3, 4, ეს თუ აწიფლებული ხალხი, ვინც აქტიურია და ვინც სისტემატიურად ეთქვის $100. თუ არ იხდის ამ შემთხვევაში, არის უკვე სხვა ფერის, უყურეთ. გადავალე ხა 11-ზე. და მან იქნება ალბათ სხვა ფერისა. აი არ გადადი. ნუ მოკლედ. ანუ შეიძლება დარეგისტრირდეს და აღარ გადაიხადოს, ხო? ხო, შესაძლოა, ხო, ადამიანი დარეგისტრირდეს და თუ არ გადაიხადა და ის ბოლოში ხდება, აი ციფრები ადიან წინ, ვინც აქტიურია, მაღლა ადის სისტემაში, ვინც არ არის აქტიური, ის დაბლა იკავებს საკითხის თუ ბოლოში და კარგავს თავის ყველაფერს, თუ არა აფიხა სტრუქტურა, ბევრს არაფერს კარგავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
მაინც რთულია, ხო, თავიდან უნდა დაიწყოს. ყველაფერი ის ფული რო გადაიხადა და ასე შემდეგ, ყველაფერი თავიდან ეწყება რა. გასაგებია. ეხლა მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი რაღაც და ალბათ დღეს ამაზე დავასრულებთ. რეგისტრაცია ალბათ ვინც არის, აი ვთქვათ ოლიკოს დაარეგისტრირებს, ვინც მოიყვანა ოლიკო, მერე ოლიკო ვთქვათ ჩვენ, ხო? ესეთი პრინციპით არის მადაც. ეგ ვისაც როგორ უნდა ახლა ელიკო აქ როგორ არის ვინც ვის პირველად ეუბნება ის ირეგისტრირებს თავისგან იმ ადამიანს. ასეთი სახით ხდება. ხო. კანონები ამასთან დაკავშირებით არა. უბრალოდ ეს ადამიანი ხა მე ვესაუბრე ვიღაცას ნატოს, ნაზის ასე შემდეგ თავისთავად სხვა რატო უნდა დაირეგისტრიროს, ვირეგისტრირებ მე. მაგრამ ეს უკვე თვითონ ადამიანის ხო თვითონ ოლიკო ხა არის ხოლმე ხა მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს ჩემი დაინტერესებული ჩემი მოწვეული ადამიანი ჩემ სტრუქტურაში დაურეგისტრირე, დავეხმარე ასე ვთქვათ. გასაგებია, კი. ხო, ასეც ხდება, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილია, კომპანიას არ დაუვალებია ჩემთვის ეს. ანუ ეხლა ვინც მე მოვიწვია, მაგალითად შეგიძლიათ თქვენ დაარეგისტრიროთ ხო სიტყვაზე? სწორად გავიგე? არა, დასაპარაკოთ. მე რატო უნდა დავარეგისტრირო? თანხას არ უნდა ჩავრიცხოთ ან როგორ ხდება თანხის ჩარიცხვა? შენ რო ვიღაცას ვისაც ესაუბრები, აი დაუშვათ შენ ესაუბრე ნატოს სიტყვაზე, მაგალითისთვის ვთქვა. ამ ნატოს ირეგისტრირებ შენ რეფერალზე. შენ რო შეეხლა დარეგისტრირდები ოლიკო, შენ მოგიწევს შენი პირადი კაბინეტი. გასაგებია. შენი პირადი რეფერალები. იმ რეფერალს უგზავნი ამ ადამიანს და ის ადამიანი შენ რეფერალზე, როცა ხსნის შენ რეფერალს, იქ იხსნება სპეციალური ფორმულარი, სადაც შეაქვს თავისი მონაცემები და ასეთი სახით რეგისტრირდება ის ადამიანი. გასაგებია, მადლობა. შენ სტრუქტურაში. აქ უბრალოდ მოწვევაზე ალაპარაკი ხარ. შენ რეფერალს გაუგზავნი თუ ამ ადამიანს სხვას გადასცემდა, ის თავის რეფერალს დაუგზავნის, ეს პირადად ადამიანების გადასაწყვეტია. კი ბატონო. ხო და რეგისტრაციას კიდე ასე არ ხდება, როგორც გრინვეიში მე ციცი მითხრა რომ აქ ერთი ადამიანი რეგისტრირებს ყველა ადამიანსო, ეგრე აქ არ ხდება. ყველა ადამიანი თვითონვე რეგისტრირდება. მე მაქვს შექმნილი ვიდეო რგოლი ქართულ ენაზე, როგორ ხდება რეგისტრაცია. ყველას ჩაგიგდებთ ამ ჩატში ჩაგიგდებთ ერთ ვიდეო რგოლს, რომელსაც დააწვევით და თქვენ მოგეცემათ ვიდეოს გადაიწერთ, თქვენთვისაც გადაიტანთ, თუ სხვასაც გადაუგზავნოთ და დაგჭირდებათ რეგისტრაციების დროს. ქართულად დაღეჭილი მაქვს ასოასომა გახსნილი ყველაფერი, როგორ აი პირდაპირ რას დააწვე, რა გააკეთო, აი როგორც ხა პირველ კლასში იყო ხოლმე A, B, C და ესეთი სახით მაქვს გახსნილი ყველაფერი, ისევ ადამიანს სულ რო ვერ ერკვეოდეს ესეთ რამეებში, სულ ადვილად დარეგისტრირდება იმ ვიდეო რგოლის მეშვეობით. გასაგებია. ეხლა ეს კაბინეტებს რო გაიხსნით, იმ კაბინეტებში თქვენ გექნებათ აუცილებლად რეფერალური ლინკი, იმ ლინკს გაუგზავნით, გეცოდინებათ, გეტყვით მერე უკვე რა ლინკია ეს და გაჩვენებთ ამ ყველაფერს და ეგეთი სახით გადაუგზავნით და ამ როლიქს ვიდეო რგოლსაც გადაუგზავნით და ადამიანი დარეგისტრირდება. რეგისტრაცია ხდება სხვადასხვა სახით. რეგისტრაცია ხდება ბარათით, ბანკის ბარათით გულისხმობ, ესეც ხარს უსვამს ხო კომპანიას, რომ ვიზა მასტერგარდით ხდება რეგისტრაცია და ეგეთი სახით შედის თანხები კომპანიაში და ვიზა მასტერგარდი არ თანამშრომლობს პირამიდებთან. აი ესეც მინდოდა ხაზი გამესვა. ეს არის ოფიციალური ძალიან სერიოზული ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ ძალიან სერიოზულ ორგანიზაციებთან. ანუ ესეთ რაღაცა უაზრობებთან არ თანამშრომლობენ. ამიტომ ჩვენთან არის ვიზა მასტერგარდი ოფიციალური გადასახადი, რითაც ჩვენ რეგისტრირდებით. მაგრამ არის სხვა საშუალებებიც რეგისტრაციის. რეგისტრირდებით შიდა საფულეა კომპანიაში, კაბინეტში ჩვენ გვაქვს შიდა საფულეები, იმის მეშვეობითაც ხდება რეგისტრაცია. ასევე არის კრიპტო საფულეები, რომლის მეშვეობითაც ხდება რეგისტრაცია. ანუ ვის როგორი შესაძლებლობა და საშუალება აქვს, იმის მიხედვით ხდება რეგისტრაცია. ამას უკვე მე შუალედებში გავერკვევით რა ხდება და როგორ ხდება. მე ყველაფერთან დაკავშირებით მაქვს შექმნილი ვიდეო რგოლები, YouTube-ში მაქვს გატანილი ეს რგოლები. დაგიდებთ, ვისაც რა დაგჭირდებათ, გამოგიგზავნით და იმის მიხედვით მოახდენთ თქვენს რეგისტრაციას და სხვა დანარჩენ ოპერაციებს, რაც არის გასაკეთებელი კომპანიაში.
ეხლა ამ ბოლო რაღაცას გაჩვენებ. და აი ეს ჩვენ ნახულობთ რამდენი ადამიანი უნდა მოვიწვიოთ, რომ გავხდეთ აი ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ასე შემდეგ. აი აქ წერია რომ ბრინჯაო რომ გახდე 2 ადამიანი უნდა მოიწვიო მინიმუმ. ვერცხლისთვის უნდა მოიწვიოთ 10 ადამიანი. ჯგუფში უნდა გყავდეთ 20 ადამიანი. ან თქვენს სამ განტოტებაში უნდა იყოს 3 ბრონზა. ანუ ერთ განტოტებაში, ანუ 3 ადამიანი ყავს სიტყვაზე მოწვეული, ხო? ანუ ვერცხლი ვერ გახდებით თუ მარტო 2 ადამიანი ყავს მოწვეული. ვერცხლი გახდებით თუ მინიმუმ 3 მაინც ყავს მოწვეული. და აქედან გამომდინარე, სამივე განტოტებაში თვითონში უნდა იყოს ბრინჯაო. ამ შემთხვევაში თქვენ გადადიხართ უკვე ვერცხლზე. ანუ ან უნდა გყავდეთ 10 ადამიანი პირადში, ან 3 ესე იგი ბრინჯაო 3 განტოტებაში. 20 ჯგუფში აუცილებელია რომ გყავდეთ. პირობა, მიხვდით თუ არა? კი, გასაგებია. ხო. რაც შეეხება ოქროს, ოქრო ხდებით 30 პირადი მოწვეული, 30 100 ადამიანი ჯგუფში და ასევე 3 განტოტებაში 3 ვერცხლი, როგორც მაღლავთ. ასევე პლატინაზე 100 პირადით მოწვეული, 500 ჯგუფში და ასევე 3 განტოტებაში ოქრო. და ასევე ბრილიანტში იგივე სიტუაციაა. ბრილიანტში 2500 ჯგუფში უნდა იყოს და 500 ადამიანი ვასწავლოთ ну, უნდა იყოს განტოტებაში იგივე 3 როგორც მაღლაა და არის ასევე კორონამეტრი, რომელიც მოგვაშორე კორონა. გვირგვინოსანი ბრილიანტი, რომელიც ფაქტიურად ძალიან უკვე ეს არის უკვე მეწილე კომპანიის მეწილე, ეს უკვე ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებს, როგორც მეხედავთ, აი ხედავთ 50,000, 100,000 და ასე შემდეგ. ადამიანი, რომელიც უკვე სტრუქტურაში ყავს და მოწვეულები და ასე შემდეგ. Ну, ამაზე არ ცოცნებობ მე პირადად და არ მგონია თქვენ ცოცნებობდეთ, რა ვიცი. იმას მივახციოთ, რაც შეიძლება რომ მივახციოთ სიტყვაზე, ხო? და აგერ აი რაც შეეხება ბრილიანტს უკვე 2% ნაწილდება კომპანიის შემოსავლებიდან, ბრილიანტი ღებულობს 2% კომპანიის შემოსავლებიდან. ფაქტობრივად ბრილიანტი ხდება ნაწილობრივ აქციონერი. ხო ხდებით? კი. გარდა იმ შემოსავლებისა, რაც თვითონ აქვს, ესე იგი კომპანიის თლიანი შემოსავლებიდან, ანუ უბრალოდ ბრილიანტების თლიანი შემოსავლებიდან ნაწილდება 2% თვითონ ამ ბრილიანტებზე, თითო ბრილიანტზე. აი, მოკლედ ეს არის სრულთლიანად, რადგან ახლა ამ დღეს მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება, დანარჩენებზე უკვე შემდეგ შეხვედრებზე უკვე კონკრეტულად ვისაუბრებთ, ერთად დარჩა შეკითხვები, პასუხები, თუ რამე გაინტერესებთ და დავიმშვიდობებით ალბათ დღეს ერთმანეთს. გოგოებო, დაუსვით კითხვები ხარაც გაქვთ. მე მაგალითად მე რო შემეკითხოთ, მეც ჯერ ვერ მოიცით რომ ვერ ვერკვი და თქვენთან ერთად უნდა ვისწავლო, ვიც დარჩებით ასე რომ. დარეგისტრირების ვიდეო იქნება ჩააგდოთ. კი, აუცილებლად ჩავაგდეთ მაგ ყველაფერს. აუცილებლად. ეკა. არაფერი კითხვა არ გაქვს. მიკვირს ხმას რო გავიგე ყველაფერი და ისე ამავდროულად ისაუბრეთ. კი. ისეთი მას მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კითხვა არ მაქვს. რა კითხვაც მქონდა ნანამ დასვა? ძალიან კარგი. ზედგამოჭრილი. შენზე ვზრუნავ მე. კი, ჩემთვის არის ზედგამოჭრილი, კი. ჩემთვისაც მე მგონი უკვე ისე ვარ.
მე ხო იცით გოგოებო რომ ცუც არ გირჩევთ და არ გიმინდა ყოველთვის თქვენ იმიტომ რომ თქვენ ახლა ვინც ლაპარაკობთ ჩემ მადლობა ჩემს გარშემო ხართ ჩემს კულტურაში და იმდენს ეწვალებით და იმდენს შრომობთ მეც თქვენ გვერდზე ვდგევარ და ვხედავ რომ ეს თქვენი წვალება ისე არ ფასდება და ისე არ მიდის ყველაფერი როგორც თქვენ გინდათ და გინდათ რომ იყოთ კმაყოფილები და აქედან გამომდინარე მე უბრალოდ აი ცუდად არ გამიგოთ და რამდენიმე ადამიანს აი არიან ადამიანები ჩემს სტრუქტურაში რო გადავხედავ ხოლმე და იმათ შრომას წარმოვიდგენ მეწოდებით ხოლმე რა პირდაპირ გითხრათ იმიტომ რომ მე კი ბატონო მივახციე რაღაცას მაინც ასეა თუ ისეა და მე რო ის გარკვეული რაღაცა ხელფასი მერიცხება თანხა მერიცხება და თქვენც იგივეს აკეთებთ და არაფერი გერიცხებათ უბრალოდ მე თვითონ მეწოდებით ხოლმე მართლა გეუბნებით და მე მინდა რომ რაღაცას მიაღწიოთ თქვენც რისთვის შრომობთ არ ვიცი მაშინ ჩემნაირი მაგრები უნდა იყოს რომ რაღაცა არ ვიცი მე რევს ვაკეთებ არც კი იცით ჩემი ის ამბავი მაგრამ ყველა ხوار ჩემნაირი მე უკვე ჩამოვწერე CIA-ეთი 50 პიროვნება და ამიდან ერთი 10 რა ვერ გავაწევრიან ხელი მოგიგმართოთ ღმერთმა ხები ხარ ხო ჩაღები მე კარგად ჩატში ერთმა ქალბატონმა ესე თქვა რომ ოლიკო პროდუქტი თუ არ გაყიდეო მაგ კომპანიას რა აზრია ნუ ესე იგი რაღაც ისეთი წარმოდგენა თუ ისეთი წარმოდგენა შეექმნა მას რომ თითქოს და პროდუქტი არ იყო აქ და აი ხო მე მგონი თქვენთვის ყველასთვის უკვე გასაგებია რომ აქ პროდუქტის არ ქონაზე კერებ თუ იმეს პროდუქტი აქვს ეს კომპანია ლიმბუცა აქვს რეალურად და ამიტომ მაინც შეკითხები რომ აი ადამიანმა რაც დასვა აი ხო მე ვფიქრობ ამომსურავად გაიგებს რომ აქ პროდუქტიც არის გაყიდვაც არის ყიდვაც არის ყველაფერი არის ოღონდ არის გამოყოფილი ერთმანეთისგან გასაგებია აი ესე შემდეგი შეხვედრისთვის თუ უკეთესია თუ უფრო მეტი შევიკრიბებით რა თქმა უნდა შემდეგი შეხვედრისთვის რა თქმა უნდა უკვე ვისაუბრებთ მე ვეცდები რომ ძალიან ბევრ ადამიანს მივაწვდინო ხმა ამ ყველაფრის შესახებ იმიტომ რომ სხვადასხვა კომპანიები არგვიან ზააბნეულები ვიცი ფულებსაც რიცხავენ რა ვიცი ყველაფერი და არაფერი გამოზდით და ვეცდები რომ ძალიან ბევრ ადამიანს მივაწვდინო ხმა ეტა ამ პატიმრობას დავახტებოთ თავს პატიმარი ჯობია და არ ვიცი რა იქნება საჩუქარი იქნება ქალბატონო შენი დიდი ვისაც მიყავს დღეს ეს ყველას ხელი მოგიმართა ყველას აბსოლუტურად მე მაქსიმალურად შევეცდები რაღაც გვერდით ვიყო და რაც შემეცნება ყველაფრის დაგეხმაროთ რა თქმა უნდა კარგით აბა მეგობრებო დიდი მადლობა როგორც ხედავ შეკითხები არ გაქვს ბავშვი წირის ცოდვა ყურადღება უნდა დედიკოსი ამიტომ დავიმშვიდობოთ ერთმანეთს შემდეგისთვის ჩვენ უკვე სხვა პროგრამა გვექნება სხვა სიტუაცია გვექნება და ამიტომ შემდეგი შეხვედრისთვის ვილაპარაკებთ უკვე გაჩვენებთ უკვე გაგაცნობთ კაბინეტს ვისაუბრებთ აი ამ მარკეტინგზე როგორ ნაწილდება ეს როგორ გაჩვენებთ იმაზე დეტალურად ვისაუბრებთ და ამის შემდეგ ძალიან ბევრ საკითხებზე კიდევ არის სასაუბრო საკმაოდ ბევრი და კიდევ უფრო ნელა-ნელა უფრო მეც გავეცნობით თქვენს თუ რა გაინტერესებთ იმასთან დაკავშირებით დასვით მოამზადეთ შეკითხვები და აუცილებლად გაგეცემათ პასუხი ყველაფერზე და რაც შეეხება რეგისტრაციას უპრობლემოდ კეთდება გამოგიგზავნით ფაქტიურად იმ ვიდეო რგოლს მე ყველა ინსტრუქცია მაქვს თითქმის გაკეთებული რა სად როგორ კეთდება და ამიტომ გამომდინარე გამოგიგზავნით და შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედმეტ დროს კეთდება მე გავაკეთებ ინსტრუქციის ჩატს, სადაც დაგამატებთ და იქიდან შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი რაც დაგჭირდებათ ქართულ ენაზე. რაც არ მექნება, იმას ანგლისურად ან რუსულად დაგიდებთ და დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა მაგასაც გავაკეთებთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, დამხმარე ადამიანები მეყოლება, ვინც ჩემთან ერთად ითანამშრომლებს, ყოლებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ გამოვავლინო ის ადამიანები, ვისაც ეს უნარი აქვს და ნიჭი აქვს და ჩემ შეუძლია და უფრო პრეზენტაციები გააკეთოთ
ვიდეორგოლები გააკეთოთ, YouTube-ში გავიდეთ, მე ყველანაირი მე მაქვს დამთავრებული, მე პროფესიით არ ვიცი, არ გითხარით, პროფესიით ინჟინერია. მაგრამ აქ ავსტრიაში დავამთავრე ECDL კომპიუტერის სკოლა და ძალიან კარგად ვერკვევი ამ მიმართულებით ყველა ტექნიკურ სიტუაციაში. და ამიტომ მე შემიძლია ამ საკითხში დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია და ვისაც აქვს უნარი და დავიწყოთ YouTube-ში გავიდეს და იქაც თავისი პრეზენტაცია გააკეთოს და ასეთი სახით CV აუდიტორიაც მოიგიდოს. ამიტომ მე ამ საკითხებში დაგეხმარებით. თუ ამის სურვილი გექნება, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, ნახვამდის. კარგად ზანდებოდეთ, მადლობა. მადლობა ასევე რა დაწმეთ დრო. წარმატებას გისურვებ, ყველა მადლობა ყურადღებით. გაიხარეთ.